მეგობრებო, მოგესალმებით. Კვორუმი გვაქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, როგორც ხედავ უფლებათა კომიტეტსაც, ადამიანის უფლებათა დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსაც. შეგვიძლია დავიწყოთ გაერთიანებული კომიტეტების სხდომა. დღის წესრიგი დარიგებულია. ორი საკითხი არის გათვალისწინებული. მოხსენებელი გახლავთ ორივე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ბექა ძამაშვილი. მოგესალმებით ბატონო ბექა. გთხოვთ კომიტეტის წევრებს, რომ ხელსაწყოებით დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. დიდი მადლობა და ბატონო რატი გთხოვთ. მადლობა ბატონო არჩილ, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამცველი საზოგადოებას, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს, გაერთიანებულ სხდომაზე მოგესალმებით არის ორი საკითხი, ორივე ანგარიში არის, ერთი ეს არის 2025 წლის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების, ხოლო მეორე ეს არის ასევე 2025 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ საქართველოს მიმართ კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ. გთხოვთ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრებს, რომ ეკითხავთ დღის წესრიგს. მადლობა ბატონო არჩილ, კომიტეტიც უფლებამოსილია შეუდგეს საქმიანობას. მადლობა. შესაბამისად, პირველი საკითხი დავიწყოთ ანგარიშით 2025 წლის ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების განჩინებების აღსრულების შესახებ. მოხსენებელი, როგორც გითხარით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე ბატონი ბექა ძამაშვილი. გთხოვთ ბატონო ბექა. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო არჩილ, ბატონო რატი, მივესალმები კომიტეტის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას. წელს უკვე მე-10-ით წარმოვადგენთ ჩვენ აღნიშნულ ანგარიშებს და პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილოს სწორედ ამ ფორმატის მნიშვნელობაზე, რადგან როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროსაბჭოში ახორციელებს მინისტრთა კომიტეტი, თუმცა ჩვენ ყოველთვის ხას უსვამთ ხოლმე და მინდა ახლაც გავიმეორო, რომ ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის, რომ გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის კოორდინაცია ეფექტიანად წარიმართოს ეროვნულ დონეზე, ზედამხედველობაც ეფექტიანად განხორციელდეს ეროვნულ დონეზე და ამ მიმართულებით პარლამენტის ზედამხედველობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისათვის, რომ გამოწვევები ადგილზევე იქნეს იდენტიფიცირებული. წარმოდგენილი ანგარიში შეეხება ყველა მიმდინარე საქმეს, რომელიც აღსრულების ეტაპზეა. დეტალურად არის ინფორმაცია წერილობით წარმოდგენილი და მე დღეს ყურადღებას გავამახვილებ ზოგად ტენდენციებზე, რაც აჩვენებს ეს ანგარიში ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ და შემდეგ თუ კონკრეტულ საქმეებზე ან ჯგუფთან მიმართებით იქნება შეკითხვები, რა თქმა უნდა, სიამოვნებით კი პასუხებთ. პირველ რიგში ზოგადი სურათისთვის მინდა ყურადღება გავამახვილოს სტატისტიკურ მონაცემებზე. მიმდინარე წლისთვის, 2026 წლისთვის საქმის წარმოების კუთხით მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არის 225 საქმე მიმდინარე და ეს შედარებისთვის არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, მაგალითად 15 წლიან პერსპექტივაში რო შევხედოთ ამას, გვაქვს 93%-იანი კლება. 2011 წელს 3000-ზე მეტი საჩივარი განიხილებოდა საქართველოს წინააღმდეგ და დღეს ეს მაჩვენებელი არის მხოლოდ 225. ანუ 93%-იანი კლება, თავისთავად იმდენად დიდი მაჩვენებელი არის, რომ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ განხორციელებული რეფორმების შედეგად საზოგადოებას აქვს მაღალი ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემის. რაც შეეხება თვითონ გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ სტატისტიკას, ზოგადად უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ რაც საქართველო გახდა მივერთა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს, სულ ჯამში 291 საქმეზე არის დარღვევა დადგენილი და ქრონოლოგიურად ამის ანალიზით საინტერესოა, რადგან ამ 291 საქმიდან დღეს გარკვეული საქმეები არის შემორჩენილი აღსრულების ეტაპზე, ნაწილი აღსრულდა. შეიძლება ითქვას, რომ დარღვევების 84% მოდის 2012 წლამდე არსებულ პერიოდზე. 291 და აქედან 253 საქმე, რომელზეც დარღვევა დადგინდა, იყო 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მიმდინარე აღსასრულებელ საქმეებს, რაც შეეხება უკვე აღსრულებულ საქმეებს, ამაზეც მოგახსენებთ ზოგად მონაცემებს, 127 საქმე არის აღსრულებული და ამ კუთხითაც საინტერესო არის, რომ 86% აღსრულებული საქმეების არის ასევე 2013 წლიდან მოყოლებული. იმ საქმეებიდან, რომელზეც საუბრობდით, ძირითადი დარღვევები რაც დგინდებოდა,
წინა პერიოდთან მიმართებით ყველაზე თვალსაჩინო არის, რომ აი ეს 84% რაც აღნიშნე, ძირითადი დატვირთვა მოდიოდა პენტენციურ სისტემაზე. 100-მდე საქმე, 100-მდე დარღვევა შეეხებოდა პენტენციურ სისტემას, რომელიც შეეხებოდა როგორც იქ მკვლელობას, გარდაცვალებას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, პირობებს, მკურნალობის არარსებობას. ასევე პენტენციურ სისტემის მიღმაც ყველაზე ხშირად დარღვეული მუხლები იყო მეორე და მესამე მუხლი, ეს არის სიცოცხლის უფლება და წამების აკრძალვა. დღეისათვის ამაზეც მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სისტემური ხარვეზები აღმოფხვრილია და ამ საკითხსაც შევეხებით. გახმაურებული საქმეებიდანაც, რაც ანგარიშია წარმოდგენილი, ან წინა წლების ანგარიში იყო წარმოდგენილი, ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი საქმეა, როგორც იყო გირგვლიანის საქმე, ნავთლუღის ოპერაციის საქმე, კორტების ოპერაციის საქმე, ეგრეთ წოდებული ციხის პუნქტის საქმე, სადაც პირდაპირ დაკავშირებული იყო სახელმწიფოს მიერ ადამიანების მკვლელობასთან, ასევე ამ ანგარიში ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის ოჩიგავას საქმე, რომელიც შეეხება პენტენციურ სისტემაში წამების შემთხვევებს, სადაც ევროპულ სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური დამახასიათებელი მთლიანად პენტენციური სისტემისთვის. რაც შეეხება მიმდინარე საქმეებს, ძირითადად ყურადღებას გავამახვილებ სამ ჯგუფზე, რადგან ეს არის სამი ყველაზე ესე ვთქვათ დიდი ჯგუფი, რაც თემატურად ერთმანეთს უკავშირდება. პირველ რიგში ეს არის ეგრეთ წოდებული ცინცაბაძის ჯგუფის საქმე. ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები შეეხება ევროპული კონვენციის მეორე და მესამე მუხლების დარღვევას, ეს არის წამების აკრძალვა და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ძირითადად ეს ჯგუფი შეეხება გამოძიების ეფექტიანობის საკითხს. ამ მიმართულებით საქმეების დიდი ნაწილი ასევე ძველ პერიოდიდან მოდის და მთავარი გამოწვევა აღსრულების კონტექსტში არის ის, რომ ხელახლა გახსნილი გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოებს უჭირთ მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რადგან მათ შორის მოწმეების ნაწილი ან გარდაცვლილია, ან საქართველოში აღარ არიან, ან უჭირთ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გახსენება და მათ შორის მტკიცებულების შეგროვებაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ამ ჯგუფის ფარგლებში დღის ჩათვლით მოხერხდა 16 საქმის დახურვა. რაც შეეხება ზოგად ღონისძიებებს ამ მიმართულებით, ზოგადად ქვეყანაში რომ წამება აღარ არის სისტემური პრობლემა, ეს ჯერ კიდევ 2015 წლიდან ხაზგასმით აღნიშნა წამების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ხუან მენდესმა, შემდეგ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავდა ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის და გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის 4 დელეგაცია, რომელმაც შეამოწმა მთლიანად დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლების მდგომარეობა და ყველა მათ ანგარიში აღნიშნული არის, რომ პენტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობის ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა. აქ საუბარი არის და პირიქით აღნიშნული არის, რომ ადმინისტრაციას და პატიმრებს შორის არის მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა და ყველაზე საამაყო სტატისტიკა, რასაც ჩვენ ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე, რაც ძალიან კარგად ასახავს არა მხოლოდ პენტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, არამედ ზოგადად ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, არც ერთი საქმე არ არის ევროპული სასამართლოს მიერ დასაშვებად გამოცხადებული, რომელიც პენტენციურ სისტემიდან წასულა. საუბარი არის 2012 წლიდან შემდეგ მთლიანად აი ამ ხანგრძლივ პერიოდზე ერთი საქმეც კი არ გამოცხადებულა დასაშვებად, რომელიც აჩვენებს იმას, რომ ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით მოქმედებს მართლმსაჯულების სისტემა ეფექტიანად და მეორე მხრივ არსებითად არის გამოჯობესებული პენტენციურ სისტემაში მოპყრობის სტანდარტები და პირობები ზოგადად. შემდეგი დიდი ჯგუფი ეს არის იდენტობის ჯგუფი. იდენტობის ჯგუფის საქმეები შეეხება რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების მხრიდან მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობის შემთხვევებს. ამ საქმეებშიც ძირითადი გამოწვევა არის გამოძიების წარმართვა. რაც შეეხება ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკას, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად პროკურატურის პრიორიტეტში არის, რომ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ კონდეს ძალიან ესე ვთქვათ მკაცრი მიდგომა, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 10 წლის სტატისტიკით 5966 პირის მიმართ დაიწყო დევნა და მხოლოდ გასულ წელს 827 პირის მიმართ დაიწყო დევნა, რომელიც შეეხებოდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულს. ზოგადად პროკურატურის სტრატეგიითაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად არის გამოყოფილი ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
და რა თქმა უნდა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და მუდმივი ზრუნვა მიმდინარეობს. შემდეგი დიდი ჯგუფი ეს არის თხელიძის ჯგუფი. თხელიძის ჯგუფი შეეხება ოჯახში ძალადობის შემთხვევებს. ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იყო გამოწვევა, რომელიც შემდეგ უკვე დარღვევების სახითაც აისახა ევროპულ სასამართლოში. ზოგადად ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა 2014 წლიდან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა შეიძლება ითქვას, რადგან მანამდე საერთოდ რეაგირების მექანიზმი არ არსებობდა, საკანონმდებლო ბაზაც, ინსტიტუციური ბაზაც შეიქმნა 2014 წლიდან და 2020 წლიდან უკვე შესაძლებელია მოძალადეებზე ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება, რომელიც პოზიტიურად არის შეფასებული მათ შორის მინისტრთა კომიტეტის მიერაც. ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკას რაც შეეხება, არის ძალიან მკაცრი მიდგომა ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. ეს შეეხება როგორც გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო ორგანოების მიდგომას, პროკურატურის მიდგომა არის ძალიან მკაცრი, ასევე განაჩენები, როდესაც გამოდის სასამართლოს ძალიან მკაცრად უდგება ყველა ესეთ დანაშაულზე და მათ შორის ჩვენი სისტემის გადმოსახედიდანაც შეგვიძლია გითხრათ, რომ როდესაც საუბარი არის ხოლმე პირის პირობით ვადამდე გათავისუფლებას, ყოველთვის სახელმწიფო ძალიან დიდი ყურადღებით უყურებს და მკაცრი მიდგომა აქვს ამგვარი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, რაც ზოგადად სახელმწიფოს დამოკიდებულებას აჩვენებს, ზოგადად არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი როგორც დევნების წარმოების, ასევე შემაკავებელი ორდერების გამოცემის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ბოლო 5 წელში 65%-დან 88%-მდე არის გაზრდილი. ეს არის სამი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილი არის ამ ანგარიში, რაც შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ზოგადი სურათის მაჩვენებელიც არის. გარდა ამ სამი ჯგუფისა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ანგარიში არ არის ბუნებრივია მოხვედრილი მთელი რიგი საქმეები, რომელიც საქართველოს წარმატებით წარმართა ევროპული სასამართლოს წინაშე და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ეს შეეხება როგორც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოგებულ ყველა საქმეს, ასევე ყველა რეზონანსულ საქმეს, რომელიც შეიძლება ითქვას ქვეყნის შიგნით იყო მაღალი ყურადღების ქვეშ, პოლიტიკურ ელფერს ანიჭებდნენ ხოლმე სხვადასხვა აქტორები, თითქოს განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა თითქოს მართლმსაჯულების სისტემაზე ხორციელდება რაიმე სახის ჩარევა. აბსოლუტურად ყველა ეს საქმე აქვს საქართველოს მოგებული. ერთი საქმეც, ერთი დარღვევაც კი არ დადგენილა, სადაც ევროპული სასამართლო შენიშვნას დააფიქსირებდა სასამართლო სისტემის ან მოსამართლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. და ეს მაჩვენებელი არის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ნიშნული მაჩვენებელი იმის, რომ განხორციელებული რეფორმები მათ შორის სასამართლო სისტემაში სათანადოდ არის ასახული ევროპული სასამართლოს წინაშე წარმოებული საქმეების შედეგადაც. საბოლოო ჯამში მე მაჩვენებელი ვახსენე, ახლა მიმდინარე საქმე რამდენი არის. ეს, რა თქმა უნდა, რამდენად კარგად სრულდება საქმეები და რეფორმები რამდენად ეფექტიანია, გავლენას ახდენს პირდაპირ იმაზე, რამდენი საქმე შედის, რა ხარისხის საქმეები შედის საქართველოს წინააღმდეგ. გასული წლის მაჩვენებელი, რომ მაგალითად მხოლოდ ჩვენ არ შევადაროთ წინა პერიოდს, სხვა ქვეყნებთან შედარებით რო გქონდეთ, აი რის მაჩვენებელია ის რაც საქართველოს ქონდა მიმდინარე საქმეები გასულ წელს 2025 წელს ამ მაჩვენებლით საქართველოს უსწრებს ევროპის 29 სახელმწიფოს და ამ 29 სახელმწიფოდან 19 არის ევროკავშირის წევრი. და იმის გათვალისწინებით რომ მოსახლეობის რაოდენობა ბუნებრივია განსხვავდება ქვეყნებში ერთსულ მოსახლეზეც რომ ეს მაჩვენებელი შევადაროთ საქართველოს უსწრებს 27 სახელმწიფოს საჩივრების სიმცირით და ამ 27 სახელმწიფოდან 14 არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ესეც არის ყველაზე ობიექტური და მკაფიოდასტური ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. ეს იყო რაც მინდოდა ზოგადი მონახაზის სახით თქვენთვის წარმომედგინა დღეს ეპირად და რა თქმა უნდა მზად ვარ კითხვების შემთხვევაში უკვე კონკრეტულ საქმეებზე ან სხვა საკითხებზე კი პასუხობთ. მადლობა ბატონო ბეკა, კოლეგებო, გთხოვთ რომ ანიშნოთ და შესაბამისად დავსვათ კითხვები. დიახ, ბატონო მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ ბატონ ბეკა, თქვენ პირადად და ყველა იმ თანამშრომელს ვისი წვლილიც არის აი ამ სტატისტიკაში, რომელსაც თქვენ დღეს საზოგადოებას აცნობთ, სინამდვილეში აი ამ სტატისტიკის და ყველა საქმის უკან არის ძალიან დიდი შრომა, ძალიან დიდი კვალიფიციური ენერგია ჩადებული და ამისთვის თითოეულ იმ გუნდს და იმ თანამშრომელს ვის წვლილიც არის ძალიან დიდი მადლობა და თქვენ განსაკუთრებული მადლობა.
თქვენი კვალიფიციური შრომისთვის და თავდადებისთვის, რომელსაც საქართველოს წარმოაჩენთ მის ფარგლებს გარეთ და ევროპულ სასამართლოში, რომელიც არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ავტორიტეტის მქონე სასამართლო და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არის ხოლმე ფაქტები, ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ რიგ შემთხვევაში, როდესაც მართლმსაჯულებას მავანი ტალახს ესვრიან, ავიწყდებათ, რომ ამ საქმეები დადასტურებული აქვს მათ შორის იმ მაღალი ავტორიტეტის მქონე სასამართლოს, რომელსაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ჰქვია, რასაც სტრასბურგის თვითცნობს საზოგადოება და ხშირ შემთხვევაში მათი ეს წინააღმდეგობა ან თავდასხმა აგნებავთ რბილად რომ თქვათ კრიტიკა, სინამდვილეში ეს არის ტალახის სროლა და ცილისამება, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აი ამ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გადაწყვეტილებასთან. მე მინდა მკაფიოდ უთხრათ საზოგადოებას, ჩვენ კი ვიცით ეს ყველაფერი და მათ შორის არაერთ რეიტინგულ კვლევით იქნა ეს და ევროპული მაღალი ავტორიტეტული კვლევები ადასტურებენ მართლმსაჯულების მდგომარეობას, რომელიც მოწინავე არის და მართლაც ეს პროგრესი არის ხელშესახები, მაგრამ საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში ან დამახინჯებული ინფორმაციის, ასე ვთქვათ, მთელი კასკადი აქვს ხოლმე წარმოდგენილი, ან ასე ვთქვათ, ცილის წამების კორიანტელი, რომელსაც მეორე მხარე, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში ამას იგივე თანაზომადი, ასე ვთქვათ, შეპასუხებით გასაგები მიზეზებისგან გამომდინარე და ეს მიზეზები არის ის, რომ ბუნებრივია რომ მართლმსაჯულება ვერ დადგება და ყოველ ასეთ ჯერზე იგივე ასე ვთქვათ გაუგონარი რეჟიმში ვერ დაიწყებს ფაქტებზე რეაგირებას ან ცილისავებაზე რეაგირებას, ამიტომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა და თქვენ რომ მხოლოდ და მხოლოდ მშრალი ფაქტებით ისაუბროთ. ესე იგი, დავიწყოთ შემდეგით, რომ დღეს მოცემულობა არის ასეთი, რომ 93%-იანი კლება არის ადამიანის ევროპულ სასამართლოში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიმართვიანობა. სწორად ვიგებთ, ხო ასეა? ეს ნიშნავს თუ არა იმას და გასაგებად რო ახსნათ, მე მესმის რომ აქ პროფესიული, ასე ვთქვათ, დისკუსია გვაქვს და ჩვენი საზოგადოებისთვის რომ გასაგები იყოს. აქ საუბარი არის იმაზე, რომ აპლიკანტი, ვინც უნდა მიმართოს, ეს არის შიდა სასამართლოს, ანუ მართლმსაჯულების მომხმარებელი პირი და ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საქართველოში ვინც მიიჩნევს, რომ თეორიულად რომ მისი უფლებები არის ასე ვთქვათ, დარღვეული, მისი უფლებებში აღდგენისთვის მიმართავს მართლმსაჯულების ასე ვთქვათ, წყაროს, რომელიც არის სასამართლო და სასამართლო, ანუ მეორე შემთხვევაში ეს არის სისხლისამართლე საქმეები, რომელიც პროკურატურიდან და გამოძიებიდან გადადის და როდესაც თვითონ აქ ამოწურავს, ეს არის მნიშვნელოვანი რომ გასაგები იყოს, რომ აქ უნდა ამოიწუროს ყველა ის, ასე ვთქვათ, საფეხური, სამსაფეხურიანი სისტემა და შემდეგ უკვე უნდა გაასაჩუროს. ამიტომ ეს ნიშნავს თუ არა იმას და მათ შორის ესეც მინდა რომ არ დარჩეს ყურადღების მიღმა. სასამართლოში მათ შორის სამოქალაქო საქმეებზე ამავდროულად და ადმინისტრაციული საქმეებზეც გაზრდილი არის დავა. ანუ ჩვენ თუ შევადარებთ, ანუ სასამართლოს მიმართვიანობა მოქალაქეების, რომლებიც სასამართლოში თუნდაც ერთი მოქალაქე მეორე მოქალაქეს სამოქალაქო საქმეზე ედავება, მაგალითად ღობის მიჯნაზე ან სხვა ნებისმიერ საკითხზე, ეს არის გაზრდილი. ანუ ერთის მხრივ სტატისტიკა, რომ სასამართლოებში საქმის წარმოება, გადამუშავება, მარტივად რო ვთქვათ, არის ძალიან გაზრდილი, მიმართვიანობა არის ძალიან გაზრდილი, კოლოსალურად გაზრდილი არის და ყოველწლიურად არის მზარდი. და მეორე შემთხვევაში, ანუ ასეთი მაღალი მიმართვიანობისა, რომელიც რეგისტრირდება საქმეების სასამართლოს კანცელარიაში, ამის შემდეგ უკვე მიმართვიანობა 93%-ით იკლებს. ეს
თუ ჩვენ ავიღებთ იმ მაჩვენებელს, რაც იყო მანამდე სასამართლოში წარმოებული საქმეებისა, შეიძლება 93%-ზე მეტი ეფექტური წარმოება ქონდეს გაცილებით მაღალი. ამიტომ საზოგადოების რომ გასაგებად განმარტოთ ეს რაზე არის საუბარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მართლმსაჯულება არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც დემოკრატიული სახელმწიფო უნდა იდგეს და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავარი ქვაკუთხედი გახდა, რა თქმა უნდა, ფოკუსი გახდა ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებები. სწორედ ამის გამოძახილი არის ეს და ამიტომ დღეს გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ ჩვენ საზოგადოებას, ქართულ ხალხს ნათლად გასაგებ ენაზე აუხსნათ თუ რასთან გვაქვს საქმე. და კიდევ ერთი მომენტი, რომელზეც მკაფიოდ მინდა რომ ხაზი გაუსვათ. თქვენ გახსოვთ გასულ წელს, როდესაც საგამოძიებო კომისია იქნა პარლამენტში შემდგარი, თქვენ მობრძანებული ბრძანდებოდით და ასე ვთქვათ, დიდი ინსტიტუციური მეხსიერების პირი ბრძანდებით, იმიტომ რომ ამ საქმეების ასე ვთქვათ, წარმოება კოლოსალურ შრომასთან არის დაკავშირებული და იუტის ოდენას შეცდომაც კი გნებავთ ტექნიკური პირდაპირ აისახება შედეგებზე და ის მაჩვენებელი ვერ გვექნება, რასაც თქვენ ახლა აქ ბრძანებდით. საუბარი, რომელიც გარდა იმისა, რომ ერთი არის სტატისტიკა, რომ 93% არის შემცირებული და ესრულად გასაგები არის და ამას კაფეო ერთმნიშვნელოვანი განმარტება სჭირდება და ეს რომ გააკეთოთ ეს ერთი და მეორე, როდესაც საუბრობთ ამაზე სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, რომელიც ამის იქით არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამ საზოგადოებას რიტორიკულადაც ვერ დავსვათ ამ კითხვას, ყველასთვის გასაგები არის, ბავშვთვისაც გასაგები არის, რაზე არის საუბარი და მეორე, წამების აკრძალვა, რომელიც არ ვიცი შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში პირისთვის არჩევანის უფლება რომ დადგეს და გასაგები რომ იყოს საზოგადოებისთვის, წამება ურჩევნია თუ ამ დროს რომ ვიღაცამ როგორც აი სტროიკები ხვრიტავდნენ იმ დროს აი ესე მოექცნენ და დახვრიტონ, შეიძლება ბევრმა პირველი ვარიანტი სამწუხაროდ აირჩიოს, ხო? აი ამ რეჟიმთან როდესაც ჰქონდა საქმე და საგამოძიებო კომისიაზე როდესაც თქვენ იყავით მობრძანებული და თვალყურს ადევნებდა ჩვენი საზოგადოება და დარწმუნებული ვარ თქვენც. იქ იყვნენ პირები, რომლებმაც საკუთარ ოჯახზე გაიარა აი ამ ყველაფერმა წამებაზე, აი ამ სიცოცხლის აკრძალვაზე და სიცოცხლის ასე ვთქვათ დარღვევაზე და აი ამ უბედურებაზე. ერთი არის რომ ეს რეჟიმი როგორ ექცეოდა ადამიანებს და საერთოდ იმ რეჟიმთან ადამიანის უფლებებზე საუბარი ეს არის წარმოუდგენელი და ვერ იქნება, მაგრამ აი როგორ ექცეოდა ეს როგორ ექცეოდა ადამიანებს და როგორ აუბედურებდა სისტემა ეს ერთი არის, მაგრამ აი უკვე გაუბედურებულ ადამიანებსაც კი რომ სიცოცხლის უფლებას არ თმევდა და წამებაზე რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ეს იხილა, დღეს აი ამ ადამიანებისგან გვესმის ამ ადამიანებისგან მე ხას უსმევ რომ არა თანაგუნდელებისგან იმდენად გაქსუებულ მდგომარეობაში არიან ეს მინდა რომ აღვნიშნო არა თანაგუნდელებისგან არა თანაპარტიელებისგან ან ვიღაცა მათი მეგობრებისგან არამედ პირადად უშუალოდ ამ ადამიანებისგან გვესმის ეს და მენტორულ ტონში საზოგადოებას ეუბნებიან რომ აი ახლა ჩვენ და რამოდენიმე დღის უკან იყო ეს სხვათა შორის პირდაპირ ეთერში არც ერთ სიტყვას აქ ისე არ გავაჟღერებ რომლის უკან კონკრეტული ფაქტი არ არის რამოდენიმე დღის უკან საჯარო დღიად განაცხადა ერთ-ერთმა ესე ამ რეჟიმის არქიტექტორმა რომ ახლა ჩვენ ვიცით როგორ უნდა რომ მოვალთ დავიცვათ ქართული ოჯახებიო გესმით ხომ რაზეა საუბარი აი თქვენ რასაც ახსენებდით აქ რომ სიცოცხლის უფლება წამების უფლება ავანგარდში ბრძანდებოდნენ ეს ადამიანები გამოიარა ეს ყველაფერი საზოგადოებამ და დღეს იმდენად არიან უტიფრად მდგომარეობაში რომ ამაზე გვესაუბრებიან ამიტომ ბატონო ბექა მე მესმის რომ შეიძლება ეს შეფასებითი ნაწილი ბოლო განსაკუთრებით მოიცავდეს რაღაც პოლიტიკურ ასე ვთქვათ შემადგენელს მაგრამ ეს ის საკითხი არის მე მგონი რომ აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის აქ საუბარი არის იმაზე აქ არ არის ეკონომიკაზე საუბარი რაღაც სხვა საკითხებზე ან ბიზნესის საკითხი აქ არის ადამიანის წამებაზე და სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი
ამაზე მეტი რა უნდა კონდეს ადამიანის ძვირფას, ხო? და ეხნება ეს რომ მესმის რომ შეიძლება ეს პროფესიული ასე ვთქვათ კუთხიდან ოდნავ გადახვევას გულისხმობდეს, მაგრამ იქნებ შეეცადოთ რომ ჩვენი საზოგადოებისთვის გასაგებად რომ იყოს, ნათქვამ, იმიტომ რომ დღეს არის შესაძლებელი რომ აი ამ ყველაფერს სილისწამების 1000 გვარ სიბინძურეს და კორიანტელს გაეცეს პროფესიულად და ფაქტებზე დაყრდნობით საუბარი. 93%-იანი კლება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანები საქართველოს მოქალაქეები საქართველოში პოულობენ დიახ სამართლიან და მათ შორის ეფექტურ მართლმსაჯულებას. მადლობა. კი ბატონო ვალდო, დიდი მადლობა თქვენი შეფასებისთვის და ასევე დასმული კითხვებისთვის. რას გულისხმობს, რას ნიშნავს, რაც აჩვენებს 93%-იანი კლება. ორ რაღაცას შეიძლება გულისხმობდეს. ერთი თქვენ რაც ახსენეთ, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს უფრო მაღალი ნდობა მართლმსაჯულების სისტემის, მართლმსაჯულების სისტემაში გულისხმობ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სასამართლო სისტემას, რადგან ადამიანი ევროპულ სასამართლოში მიდის საჩივრით, მას შემდეგ რაც ის ქვეყნის შიგნით ვერ დაკმაყოფილდება და იძულებული არის რომ სამართალი სხვაგან ეწებოს. ანუ ერთის მხრივ ეს რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული და მეორე მხრივ ეს რაოდენობა ასევე აჩვენებს იმასაც, რომ ის რაოდენობის საჩივრები, რაც შედის ევროპულ სასამართლოში, იმათგანაც თვითონ ევროპული სასამართლო უკვე ისე ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც ის კითხულობს საჩივარს. საჩივრების დიდი რაოდენობა შეიძლება საერთოდ ისე ამოირიცხოს, რომ არც გაუჩნდეს კითხვა და მთავრობაში არც გამოაგზავნოს. ანუ ორ რაღაცას აჩვენებს, ერთი მხრივ რომ ზოგადად შემცირდა საჩივრების შეტანის მაჩვენებელი და მეორე მხრივ რომ რაც შედის, რადგან უკვე ქვეყნის შიგნით კარგად განხილულია და კარგად დასაბუთებულია, იმ საჩივრების დიდი ნაწილიც პირდაპირ ამორჩხულია ხოლმე. რაც შეეხება იმ დარღვევებს, რომელიც შეეხებოდა სიცოცხლის უფლებას და წამების საკრძალვას, მე შევეხები მხოლოდ იმას, რადგან მოხსენებას ვაკეთებ, აი ამ მუხლების დარღვევა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ შეაფასა. და თქვენ აღნიშნეთ, რომ აი კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, რამდენიმე იყო მე რაც ვახსენე და კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენებ, იმიტომ რომ შეიძლება იმის უკან რა იდგა ყველას არ ახსოვდეს, გირგვლიანი საქმე ყველასთვის ცნობილია, რაც სტრასბურგის მიერ დადგენილი არის და ახალგაზრდა ადამიანის პირდაპირ მკვლელობა სახელმწიფოს მხრიდან, ნავთლუღის ოპერაცია, ეს იყო სურმანიძე და ართმელიძის საქმე, სამი ახალგაზრდის მკვლელობა კუდის მიერ. ბოდიში ბატონბექა უნდა გაგაწყვეტინოთ ძალიან დიდი ბოდიში მომიტევეთ და ბატონ თავმჯდომარე ეს არის ასაღნიშნი ფაქტი. ეხლა ჩვენ რაზე საუბრობთ? ჩვენ საზოგადოება გვისმენს და მათ გასაგონად მინდა ვთქვა. მე პირობა მივეცი და ბუნებრივია თითოეულმა კომისიის წევრმა, აი როდესაც თქვენ ბრძანეთ ეხლა ნავთლუღის სპეცოპერაცია შეფასებული სინამდვილეში ეს იყო ჩვეულებრივი ქართული თანამოქალაქეების პირდაპირ დახვრეტის სპეცოპერაცია, არც მეტი, არც ნაკლები. ნავთლუღის სპეცოპერაცია იცნობს საზოგადოება, მაგრამ როდესაც კომისიაზე აი ეს ჭირისუფალი ადამიანები, მამები ბრძანდებოდნენ და უდასტურებთ თითოეულ მათგანს უდიდეს პატივისცემას. აი იმ კომისიაზეც კი მუქარებს უგზავნიდნენ ამ ადამიანებს, ეს ადამიანები, რომელზეც მე ბოლოში ვსაუბრობდი და შეფასება გთხოვეთ ამისი. ამ ადამიანებს მუქარად პასუხობდნენ იმ დღესაც კი, როდესაც აი მრავალი წლის შემდეგ ვერ იპოვეს საკუთარ თავში რომ ძალა რომ აი ესეთი ფაქტებისთვის ბოდიში მოიხადა და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილებაში ვერავინ ვერ ამოიკითხავდა, მაგრამ ადამიანურ დონეზე ეხლა გვაქვს ჩვენ საშუალება რომ ეს თქვათ. ჭირისუფალ ადამიანებს ეუბნებოდნენ მაგალითად დედას, მაგალითად მამას, რომ ღამის 12 საათში შეგიძლია მიბრძანდეს საკუთარი შვილის, მე რომ მოგიკალი, აი სახელმწიფომ რომ ჩაგიცხრილე სრულიად უდანაშაულო შვილი ახალგაზრდები და ითხოვდნენ რომ ეს ადამიანები რომ გაგვაგებინეთ რისთვის მოგიკალეთ შვილი ჩვენ, ამ ადამიანებს პასუხობდნენ რომ ცინიკურად რომ თქვენ გაქვთ უფლება საკუთარ დედას და მამას რომ 12 საათის შემდეგ გახვიდეთ საფლავზე საკუთარი შვილის და ჩუმად იგლოვოთ არამს და არამს ტირილით და ამ ადამიანებს სწოვრებს უყენებდნენ საკუთარ სახლთან რომ აი ეს პირობა არ ყოფილიყო დარღვეული. აი ამ რეჟიმთან ქონდა საუბარი და ეს მარტო სტატისტიკა არ არის. გამორიცხული იყო რომ ეს არ აღმენიშნა, იმიტომ რომ ამას ჩვენი მოქალაქეები გვიყურებენ და ეს ადამიანები კიდე ბედავენ და გამოდიან აქ და რაღაცებზე საუბრობენ. ნაცვლად იმისა რომ ბოდიში მოეხადათ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე ეს პატარა არაკაცები ესენი. დიდი ბოდიში საზოგადოებისთვის ამ ემოციისთვის, მაგრამ სხვაგვარად წარმოუდგენელია. დიდი მადლობა. ბატონო, შემდეგი საქმე იყო კუხალაშვილი და სხვები, აი ამ მიმართულებით გამორჩეული
ეგრეთ წოდებული ციხის პუნქტი, როგორც მაშინ ერქვა საქმე, აქ საუბარი იყო საკანში პირდაპირ ჩაცხრილული იქნა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 7 პატიმარი და დაზიანებები მიიღო 22-მა. ეს საქმე არის დარღვევა პირდაპირ დადგენილი და შეფასებული ევროპული სასამართლოს მიერ. ვაზაგაშვილი და შანაოს საქმე, ეგრეთ წოდებული კორტების ოპერაციის საქმე, როდესაც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი იქნა ჩაცხრილული პირდაპირ მანქანაში. ევროპული სასამართლოს შეფასება არის, რომ 60 საათზე მეტი ტყვია იყო ნასროლი მაშინ ამ ახალგაზრდების მიმართ. ოჩიგავას საქმე კი ვახსენე, მაგრამ რადგან თქვენ იკითხეთ, ცოტა მეტადაც გავავრცობ. ეს არ იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული მომჩივნის საქმე, რომელიც ევროპულმა სასამართლომ შეაფასა. ევროპულმა სასამართლომ ამ კუთხით შეაფასა მთლიანად პენტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა და გამოიყენა ტერმინი, რომ ეს იყო სისტემური და სისტემატური. რაც ნიშნავს, რომ მთელი სისტემა იყო ამაში ჩართული, ეს არ იყო რაღაც იზოლირებული და სისტემატურად ეს ხორციელდებოდა. კონკრეტულად ეს რაც შეეხებოდა მომჩივანს ოჩიგავას, ის თვითონ გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია იმდენად მძაფრი ისინიც, რომ შეიძლება წარმოუდგენა გაუჭირდეს ადამიანს, ის ყვება ერთ-ერთ დღეს როგორ გააშიშვლეს, როგორ შეიყვანეს საკანში ცივი წყლით, მან გონი დაკარგა და როდესაც დილით გონზე მოვიდა, ხელბორკილით იყო მორგში მიცვალებულებზე მიბმული. პირდაპირ ევროპულ სასამართლოში არის ეს ჩანაწერი. ასევე როგორ ექვემდებარებოდა მუდმივად ცემას, რაც იყო სტანდარტული პროცესი და აი ამ ყველა მოპყრობის შედეგად ეს ადამიანი გამოვიდა უკვე ეტლით მოსარგებელი გახდა, იმ დოზის დაზიანებები მიიღო პენტენციურ სისტემაში, ჯანმრთელი ადამიანი შევიდა და აი ამ დაზიანებების შედეგად გამოვიდა ეტლით მოსარგებელი. იქ აღწერილია მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც პატიმრებს დაწოლის უფლება არ ჰქონდათ, ხამზე ფეხზე უნდა დაეძინათ. საუბარი არის, რომ ხმამაღლა საუბრის უფლება უბრალოდ ჩურჩულიც უნდა ესაუბრათ. და მთელი რიგი ამ სისტემურად არის შეფასებული ამ გადაწყვეტილებაში, რა ხდებოდა არა მხოლოდ გლდანის ციხეში, არამედ მთლიანად პენტენციურ დაწესებულებაში და ამას პირდაპირ ესე თამამად ამბობს ღიად ევროპული სასამართლო, რომ ეს არ არის კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება, არის ეს მთლიანად სისტემა, რაც ხდებოდა პენტენციურ სისტემაში. აი ეს ახლა მაგალითის სახით გითხარით, რა თქმა უნდა, იმ ანგარიში, რომელიც წერილობით არის წარმოდგენილი, ბევრი ასეთი საქმე არის აღნიშნული, უბრალოდ ეს რაც ყველაზე კარგად საილუსტრაციოდ წარმოაჩენს, იმაზე გავამახვილეთ თქვენი ყურადღება ახლა. მადლობა, გავდეცი. მადლობა, ბატონო ბექა. მე შევეცდები რეგლამენტში ჩავეტიო და გავითვალისწინო. პირველი რაც მინდა ზოგადად ეს ალბათ უფრო პარლამენტის აპარატის მიმართ ასეთი ანგარიშების მოსმენისთვის სამზადებლად მეტი დრო გჭირდება ხოლმე, მე კი წავიკითხე ის 200 გვერდი. მაგრამ დიდი ძალის ხმოვან დამჭირდა უფრო მეტი დრო რო გქონდეს ხოლმე გასაცნობად კარგი იქნება ასეთი ანგარიშების მოსმენისთვის ანუ მან კომიტეტზე წამოვა. უკაცრავად ბოდიში მოგიხდით, არ ფიქრობთ რომ გაწყვეტინებთ. არა, დიახ. უბრალოდ ეს ანგარიშები კალბატონო სოფიო გუშინ და გუშინ წინ არ შემოსულა 2026 წლის 31 მარტს არის წარმოდგენილი. ანუ ეს ანგარიში გადმოცემული არის 3 თვის წინ ჩვენთვის და არა, მაგრამ მე ხომ მივიღე და ამიტომ ეს არის, რა ვიცი, საჯაროდ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს პარლამენტის დიახ, რა თქმა უნდა, საჯაროდ საიტზე, უბრალოდ ინფორმაციისთვის. რაც შეეხება თქვენ რატომაც მიიღეთ, ეს არის სტანდარტული პროცედურა, როდესაც კომიტეტის ხდომა ინიშნება, წინასწარ განესაზღვრება, მათ შორის კომიტეტები დამატებით კიდევ. მაინც ავიკითხეს 200 გვერდი, პრობლემა არ მაქვს, რაფად ვკითხულობ. როგორ ჩვენ და 3 თვის განმავლობაში სწავლობდით ამ საკითხებს. გასაგებია, გავიგე, მაგრამ ძირითადად ისეთი საქმეები იყო, უმრავლეს შემთხვევაში, რომელსაც პირადად ვიცნობდი და მონაწილეობდი იმ საქმეების შესწავლისას, მაშინ როცა სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი და ამიტომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ საქმეებს და ეს პრინციპში ამიტომ არ გამიჭირდა ალბათ, მაგრამ კარგი გავითვალისწინებ შემდგომში უფრო ხშირად შევამოწმებ რა ანგარიშებია შემოსული. ეხლა რა მინდა გითხრათ? ძალიან საინტერესო იყო ბატონი ალუდას აქ ესე იგი ვთქვათ თავის მოწონება იმით, რომ სასამართლოს სადმინდობა გაიზარდა. მე არ ვიცი ბატონო ალუდო თქვენ კი სწორად აღნიშნეთ, რომ სწორედ ეროვნული მექანიზმის ამოწურვის შემდეგ უნდა მიმართონ. მე არ ვიცი თქვენ როდის დაინტერესდით ბოლოს სტატისტიკით, მაგალითად სასამართლოს საქმეები რა სისწრაფით მიდის დასასრულამდე წარმოება, მაგალითად არის მე მაგალითად ყავს ბატონო ალუდა
კი, გაგცნობ. ესე იგი, უამრავი მოქალაქის ბატონო ალუდა თქვენ რეგლამენტის დარღვევით ილაპარაკეთ ძალიან დიდხანს და ცალკე მე ყველას მოგცემთ აბსოლუტურად ყველას თანაბრად როგორ გითხარით თანაბრად მასაუბრეთ ახლა ბატონო ალუდა ქალბატონო სოფი კი ერთადერთ რამეს უკაცრავ ხმაში ხوار ვისაუბრებ უკაცრავ ორივესთან მაქვს ასეთი თხოვნა რა თქმა უნდა როგორც ბატონმა ალუდას ჰქონდა შესაძლებლობა რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინ რა თქმა უნდა თქვენს ქალბატონოსო გაქვთ სრული შესაძლებლობა ამის ამავდროულად ერთადერთი თხოვნა მექნება რომ როდესაც ეს კითხვა არის მიმართული და უნდა იყოს მიმართული იდეაში მოხსენებელთან ბატონი ალუდა არ გახსნავთ მოხსენლი კი იღედა უბრალოდ ასე შევალთ ერთმანეთთან პოლიტიკურ დებატებში მაშინ როდესაც მისმის აბსოლუტურად უბრალოდ არის ასეთი საკითხი რომ რადგანაც კითხვები არის არა პარლამენტის წევრისა პარლამენტის წევრთან არამედ პარლამენტის წევრისა და დამსწრე საზოგადოებისა მოხსენებელთან გთხოვთ რომ მოხსენებელს მიმართოთ ან და დანარჩენი როგორც თქვენ გნებთ ესე სულად მოგეთ დაუბრუნდებით თუ შეიძლება მოკლედ აი არ ვიცი აბა როგორ გითხრათ ახლა ვისმენდით ჩვენს ასე და მოისმინეთ თქვენს ახლა მესმის რომ გიჭირთ მაგრამ რა ვქნა კარგი დაუბრუნდები საქმეს მოკლედ თქვენს აღნიშნეთ რომ ეს მიმართვიანობა შემცირდა მაგრამ აქ ძალიან საინტერესო იყო ამის შეფასება რომელიც მოვისმინეთ რომ ეს არის იმის გამო რომ მართლმსაჯულებას ენდობა საქართველოს ეროვნულ მართლმსაჯულებას უფრო მეტად ენდობიან საქართველოს მოქალაქეები სამწუხაროდ ძალიან ბევრი მაქვს კონკრეტული სახელებით გვარებით და მიმართულიც მაქვს იუსტიციის საბჭოსადმი ძალიან ბევრი ესეთ საქმე როცა ადამიანები წლობით ელოდებიან სასამართლოს ხდომების ჩანიშვნას აი 7-8 წელი რომ უბრალოდ ხდომა ჩაინიშნოს არა თუ გადაწყვეტილება და განაჩენი დადგეს აი ძალიან ბევრი ესეთი საქმე არის სადაც იუსტიციის საბჭოს ინფორმაცია სტატისტიკა მეტი ინფორმაცია რო გაიგო ამისთვის ბატონო რომელმა თქვენ იუსტიციის საბჭო თქო რა სამინისტრო კარგით მოკლედ სასამართლოს უფლებაზე ვსაუბრობთ და ხა ასე წამოძახილები რა არის ვერ გავიგე რას ვერ გებულობთ სამართლიანი მართლმსაჯულებაზე იყო საუბარო თურმე გასაგებია ბატონო თენგის გთხოვთ ხო და აგერ გიხსნები აი მაშინ ეს კითხვა დაგესვათ ბატონი ალუდასთვის რომელიც საუბრობდა იმაზე რომ თურმე საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა ისე გვაქვს ესე იგი რა ვიცი დახვეწილი და ისეთი წარმატებული და ისეთი მართლმსაჯულების სისტემა გვაქვს რომელსაც ესე იგი თურმე ვერ ამხდა კითხვა ვერ უნდა დავუსვათ ამაზე უკაცრავად რა ესე არ გამოვა ასე კომიტეტის ხდომას ვერ ჩავ დიახ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რა რომ ძალიან გთხოვთ თითოეულს დამსწრეს პირს მოგიწოდებთ ასეთ რამეს რომ ერთმანეთთან ჩვენ სადებატოთ არა ვართ შეკრებილები კომიტეტის ხდომა უკაცრავად ბატონო თენგის გავიგეთ უკაცრავად ბატონო თენგის გავიგეთ უკაცრავად მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ კი რა თქმა უნდა ხო კიდევ ერთხელ ეს არის კომიტეტის ხდომა სადაც ვისმენთ ანგარის წარმოადგენელი მოხსენებელი გახლავთ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე შესაბამისად კითხვები მიმართული არის და უნდა იყოს მოხსენებლის მიმართ ერთმანეთთან კითხვების რეჟიმში არ ვარ ძალიან გთხოვთ ამიტომ თითოეულს მათ შორის ჩემ თავსაც რა კავშირშია მართლმსაჯულებასთან იუსტიციის უკაცრავად ბატონო თენგის ბოდის გიხდით მაგრამ მივცეთ ადამიანს საშუალება ისევ აი ამდენ ხანში უკვე დაასრულებდა დიდი ეჭვი მაქვს ქალბატონი სოფიო ამიტომ უკაცრავად ქალბატონო სოფიო ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენს იმავენაირად მოგმართავთ რომ ერთმანეთთან არ გვინდა ეს გადაძახილები და ძალიან გთხოვთ რომ მომეცით საშუალება რომ ჩავატაროთ კომიტეტის ხდომა მარტივი ამბავია გაქვთ კითხვები და შესაბამისად მიმართეთ მოხსენებელს დიახ მადლობა ანუ აქედან გამომდინარე როცა არის არგუმენტად მოყვანილი ის რომ ადამიანები ედობიან და გაზრდილია და ბევრი საქმე არის სასამართლოებში ეს არის იმის დამადასტურებელი და მაგერ ითქვა რომ ეს არის
იმის გამო ის რომ შემცირებულია ევროპის სასამართლოსადმი მიმართვები აქედანაც გამომდინარეობს. ხო, მაგრამ სწორედ შეიძლება სწორედ ეს იყოს არგუმენტი იმ ადამიანებისთვის, ვინც წლობით ელოდება რაღაცა გადაწყვეტილებას და რადგან ეროვნული მექანიზმები უნდა ამოიწუროს და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ძირითადად არის თუმცა შესაძლებლობა სხვა არის რამდენიმე შესაძლებლობა როცა ისედაც შეიძლება მიმართო, მაგრამ ძირითადად ასეა და ამ შემთხვევაში ხომ არ არის რეალურად შეიძლება ამით განპირობებული რომ აი ამ გადაწყვეტილებებს ელოდებიან ეს შეიძლება ამითაც იყოს განპირობებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ასევე ისიც რომ თქვენ რა თქმა უნდა 2011 წლის საქმეებს ადარ იმ ძველ საქმეებს სისხლის საქმეებზე არ არის მხოლოდ მიმართვის შესაძლებლობა საოცარი ამბავია. მოკლედ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეების განხილვას. არ ვიცი, ხო, კარგია რომ გაიგეთ. მოკლედ, ჩემთვის თავარი საინტერესო არის, ძალიან საინტერესოა ისიც რომ ტენდენციებზე, როცა საუბრობდით, ძირითადად მაინც საუბრობდით 2011 წლის 2011 წლამდე არსებულ ტენდენციებზე. და თქვენ როგორც კურატორმა მოადგილემ ბოლო წლების ტენდენციებიც გვითხრათ, ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში რა ტიპის საქმეები არის უფრო ხშირად, თქვენ რა თქმა უნდა ამ სტატისტიკას აწარმოებთ, რომელიც აი საქმეები, რომელი მუხლის დარღვევაზე არის უფრო ხშირად ბოლო წლების განმავლობაში, თქვენ როგორც მაინც ამ მიმართულებით ველზე მომუშავე, როგორ ხსნით ამას, რატომ რა ტენდენციებიც არის, რითი არის განპირობებული. ეს მაინტერესებს და კიდევ აღსრულების პროცესში ხარვეზები. ეხლა მე ვნახე საქმეები და ძალიან ცოტა არის ის საქმეები, რომელთა აღსრულება დასრულებულია და ძალიან ბევრია ის საქმეები, რომელთა აღსრულება დასრულებული არ არის. თუ შეგიძლიათ უფრო მეტი რო გითხრათ აი ამ ხარვეზებზე, რომელიც აღსრულების პროცესში არის, რა შეიძლება თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, მე მაქვს ამ ჩემი მოსაზრება, მაგრამ არ დაგღლით დღეს. თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ, როგორც კანონმდებლებმა, როგორც საქართველოს პარლამენტმა იმისთვის, რომ ეს აღსრულების პროცესში არსებული ხარვეზები შევამციროთ და რაღაცა ეს ტენდენცია უკეთესობისკენ წავიდეს აღსრულების. აი ეს მაინტერესებს და ყველაზე მტკივნეული სიმართლე გითხრათ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ყველა ამ საქმეს, თითქმის ყველა საქმეს პირადად ვიცნობ იმ დაზარალებული ადამიანების ოჯახებს და ძირითადად ეს ის საქმეებია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო და როგორც სახალხო დამცველის მოადგილე ამ საქმეებს პირადად ვიცნობ ძალიან ბევრს თითქმის ყველას. იცით, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება აღსრულებასაც გულისხმობს. ამაზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ისეთი საქმეები საქართველოში, სამწუხაროდ რაღაცა 10,000-ობით საქმეებია, პირდაპირ მაგ ოფიციალური ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროსგან აღსრულებელი საქმეების, წლობით აღსრულებელი საქმეების. ეს ახლა ალბათ ამაზე თქვენ პრინციპში პასუხი არ უნდა გამცეთ. მე შემიძლია გითხრათ პირდაპირ, რომ ის ანუ რა ბრძანეთ? 10,000-ობით საქმეს. კი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი საქმე, რომელიც 5 წელია, მაგალითად 5 წლის განმავლობაში აღსრულებული არ არის. სამოქალაქო საქმეებს გულისხმობთ? ყველანაირ სხვადასხვა საქმეებს, ადმინისტრაციულ, სამოქალაქოს საქმეზე იქნება თუ ადმინისტრაციულ საქმეზე იქნება გადაწყვეტილება. სამართლიანი სასამართლოს მათ შორის გამოსახლებებიც არის, ხო იცით ეგ ალბათ? კი, ვიცი. გამოასახლოთ ხალხი? მაგასთან დაკავშირებითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, მაშინ უნდა ვიმსჯელოთ. ასე ხო არ შეიძლება, როცა რაღაცა ხარვეზი არსებობს, როდესაც რაღაცა პრობლემა არსებობს. პრობლემისთვის თვალის არიდება გამოსავალი არ არის. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, როგორ უნდა ვუშველოთ ამ პრობლემას, რაც შეეხება აი ესე ბანკების ვალებით, მაგრამ რატო გადავიდეთ ახლა შემიძლია მაგაზე დიდხანს ვილაპარაკო, ბანკების ვალებით დაზარალებული მოქალაქეების უფლებები როგორ დავიცვათ, ამაზე სხვაზე ვილაპარაკო. თქვენ ბატონმა არჩილმა მითხრა და ველაპარაკები, ახლა ყველა მხრიდან კითხვას რო დამისვამთ, არა, უკაცრავად, არ
რა თქმა უნდა, ვერ გავიგე. რა თქმა უნდა, თქვენ შეფასება თქვენ აქვს, შეეცდებით რომ პასუხი გაგვცეთ, ჩვენ გავაგაცეთ პასუხს ნამდვილად, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, საზოგადოება გვისმენთ, არ გიშლით, არ გაწყვეტინებთ, უბრალოდ ნახეთ, ჩვენ დაგიზუსტოთ. ნახეთ, არ მინდა დაწვდება ნამდვილად. ჩვენ საუბრობთ ახლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით. და საზოგადოება ამას რომ უსმენს და უბრალოდ ნათქვამი სიტყვები რომ 10,000-ობით საქმე არის, რომელიც არ აღსრულებულა, ერთმა მოქალაქემ ეროვნულს გავიგე თქვენი. ერთმა მოქალაქემ შეიძლება იფიქროს რომ სტრასბურგის სასამართლოში 10,000 საქმე არის საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი და არ აღსრულებულა. ამიტომ მაგით ჩემი დაზუსტებაც ამ კუთხით არის რომ სხვა რამეს საუბრობთ. ეს იყო საუბარი ბატონო არჩილ იმაზე რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არის ისეთ კარგად მოწყობილი რომ საერთოდ პრობლემა არ აგვაქვსო და ეგ არავის არ უთქვამს. აგერ საუბრობდა ბატონი რომ ესეთი ენდობა ხალხი და ესეთი წინსვლა გვაქვს და გამეცით პასუხი არ პრობლემა ძალიან გქონდა კითხვა დასვით რა. არ ჭირდება თქვენი ლექცია, თქვენ წაიკითხეთ, არ ჭირდება თქვენი ლექცია, უთხარით ახლა ამ ბატონს. მე ვლაპარაკობ და უთხარით რომ დააოკვდეს ახლა. ძალიან გქონდა ერთმანეთში საკითხების გამოძახილი. ხო, რა თქმა უნდა ახლა, რა თქმა უნდა. იქნებ უთხრათ კოლეგებს ბატონო ჩემო. მე არც ერთ კოლეგას ვინც საუბრობდა მიკროფონში, არასოდეს არ ვეჩრები ან რაღაცა წამოძახილებით არ ვაწყვეტინებ. საოცარი ამბავია. მოკლედ, რაც შეეხება აღუსრულებელ საქმეებს, ეს არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ეროვნულ საქმეზე ეროვნულ მექანიზმებზე ვლაპარაკობ და სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოში გულისხმობს ასევე რომ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც მიიღებს სასამართლო და როცა მოქალაქეს უჭირავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, უნდა აღსრულდეს და ასეთი ეს პრობლემები არის. და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და პრობლემებზე სასაუბროთ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ არ გამოვიყენებ ბოროტად თქვენს კეთილგანწყობას დღეს ბატონო არჩილ და რეგლამენტში ჩავეტევი. ამიტომ მე მინდა დავუბრუნდე იმ ადამიანებს, რომლებიც იმ რეჟიმის დროს დაზარალდნენ და წლებია ელოდებიან საკუთარი უფლების აღდგენას. დიახ, არის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები, თქვენ თქვით და აქაც არის ეს და ძირითადად არის ის იმდროინდელი საქმეები, მაგრამ იმ საქმეების იმ საქმეებზე, რომელიც იმ რეჟიმის დროს ძალიან ბევრი გქონდა, რა თქმა უნდა, და რომელიც წავიდა ევროპის სასამართლოში, რომელზეც გვაქვს გადაწყვეტილებები, თქვენივე მონაცემებით, თქვენივე სტატისტიკით ძალიან დიდია აღუსრულებელი. აი, თუნდაც იმ ძიმე საქმეებზე, როდესაც არის წამებაზე საუბარი, როდესაც არის პატიმრებზე საუბარი, ძალიან და ეს იყო სისტემური ცხადია, მაგრამ თუ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ევროპის სასამართლომ ამ საქმეებზე გამოიტანა აღუსრულებელია დღესაც, ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ მიაღწია სამართალს ევროპის სასამართლოში, სანამ ეს გადაწყვეტილებები არ აღსრულდება, მათი უფლებები აღდგენილი არ არის. ამიტომ შემიძლია ბევრი მე და თქვენ ვისაუბროთ და დაგეთანხმოთ და კიდევ უფრო მოვყვე დეტალები, როგორი აწამებდნენ ხალხს მაშინ და რა დღეში იყვნენ მაშინ, მაგრამ დღეს 14 წლის თავზე საუბარი იმაზე, რომ მათი უფლებები მაშინ ილახებოდა, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების, რომლითაც მათი უფლებები უნდა აღდგენილიყო, ეს ნიშნავს ჩვენს პასუხისგებლობას, რომ ჩვენ ამ ადამიანების უფლებები ვერ უზრუნველყავით, ვერ აღვადგინეთ. ამას ნიშნავს, ეს არის ჩემი შეფასება. სანამ ის ხალხი, ვინც მაშინ დაზარალებული იყო, უმძიმესი წამება და მოპყრობა და ძალიან მძიმე პროცესები გაიარეს. ის ადამიანები დღესაც არ არიან უფლება აღდგენილები. ძალიან სამწუხარო არის და ეს არის შეფასება. მე მინდა ამიტომ გთხოვთ, რომ თქვენ, როგორც კურატორმა მინისტრის მოადგილემ, თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ იმასთან დაკავშირებით, როგორ ვუშველოთ ასეთ საქმეებს. როგორ ვუშველოთ? იმიტომ რომ ამ ადამიანებისთვის მარტო ის რომ სტრასბურგმა თავის დროზე მათ მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანა და მათ ამ გადაწყვეტილებით უფლება აღუდგინა, ეს არ არის მათთვის საკმარისი.
თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ეს. ამიტომ მინდა თქვენგან რამ კონკრეტული ხედვა თუ გაქვთ, როგორ რეალურად როგორ აღვადგინოთ მათი უფლებები და რა თქმა უნდა ძალიან მაინტერესებს, ძალიან გთხოვთ დეტალურად მიპასუხეთ აი ამ ბოლო 2 წლის ტენდენციებზე, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ რომ როგორც ჭიდა, ასევე გარე ორგანიზაციები საუბრობენ იმაზე და მოყავთ კონკრეტული ფაქტები, რითაც ადასტურებენ რომ დემოკრატიის უკუსვა გვაქვს ადამიანის უფლებების მიმართულებით, განსაკუთრებით პოლიტიკური უფლებების მიმართულებით, გვაქვს უკუსვა, ეს არის მოცემულობა. იმ კანონებით, რომელიც ჩემს ზღუდვევი კანონებია, რეპრესიული კანონებია, თქვენი აზრი მინდა მაინც მითხრათ, ვენდობი მე თქვენს კვალიფიკაციას და მითხრათ აი ეს ტენდენციები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოიკვეთა და როგორ ფიქრობთ, რითია განპირობებული? მადლობა. ესე იგი, ქალბატონმა სოფიამ ითმინა და ბოლოს მაინც გულმა არ მოუთმინა და გადაწყვიტა მაგალითად საიას გუშინდელ მიმოხილვას კანონ პროექტების უკაცრავად რომ თურმე საქართველოს პარლამენტმა მიიღო 307 კანონი დაჩქარებულად მე არ მომწონს საია ამბობს და თქვენ საიას მაგალითი მოყავთ მათ შორის საია ამბობს ამას ზუსტად იგივე ამბობს საია თქვენ იმეორებთ ერთ-ერთში და სად არის სიმართლე საზოგადოებამ ძალიან კარგად ფიზიკურად შეუძლებელია რომ საქართველოს უკაცრავად ეს თქვენი მოსაზრებაა მათ შორის თქვენ ბევრი უკაცრავად რა კი თქვენ ადამიანს ჩვენ ვართ გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე და სადაც ორი კომიტეტი, იურიდიული კომიტეტი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გაერთიანებული სხდომაა. და ჩვენ აქედანაც ვადასტურებთ, რომ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს აბსოლუტურად მცდარი აზრი. აქვს ამის უფლება, რომელიც არავითარ ფაქტებზე არ არის დაყრდნობილი. აქვს ასეთი აზრის ქონის უფლება. მათ შორის ადამიანს აქვს უფლება რომ ეგონოს რომ პროკურატურა არის სასამართლო სისტემის ნაწილი. ადამიანს აქვს ამისი აღქმის უფლება და ჩვენ აღქმებში რა თქმა უნდა ვერ შევალთ ეს არის აბსოლუტურად გარანტირებული უფლება. დანარჩენი უკვე პოლიტიკური შეფასება არის საზოგადოებისა ადამიანებს რომლებიც თვლიან რომ მაგალითად პროკურატურა არის სასამართლო სისტემის ნაწილი და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რომ აქვს მას ამისი უფლება რომ ასე ეგონოს საზოგადოება შეაფასებს მათ გულწრფელობასაც და მათ შორის კომპეტენციურ ნაწილსაც. რაც შეეხება ჩემს კითხვას ბატონო ბექა მეც მექნება ერთი კითხვა თქვენთან რამდენი არის დაახლოებით სტატისტიკა თუ გახსოვთ შეიძლება არც გახსოვდეთ ამაში არ არის პრობლემა სტრასბურგში არსებული ახლანდელი საქმეები. რამდენი არის სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე სარჩელი შესული სტრასბურგის სასამართლოში, რამდენი ადმინისტრაციული და რამდენი სამოქალაქოთი. და რამაც არსებითი კითხვა აქვს და ჩემს მე შემდეგ ვიკითხავ, შემდეგ დავაზუსტებ რატომ გეკითხებით ამ ნაწილსაც და კიდევ ერთი კითხვა მაქვს უგულავას საქმე 2024 წლის გადაწყვეტილება არის. ეს მნიშვნელოვანია თქვენს გაუსვით ამ საკითხს ხაზი ბატონ მაულდამაც ისაუბრა. რა აქვს შეფასებული უგულავას საქმეში სტრასბურგის სასამართლო სისტემასთან ზოგადად დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან და 2012 წლიდან განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით, რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო? უკაცრავად აუცილებლად მოგცემთ მაგ საშუალებას ბატონ რატის ქონდა და შემდეგ კი ბატონო მოგესალმებით ბატონო ბექა ვისწრები რომ დაუბრუნდეთ მნიშვნელოვან საკითხს რომელსაც ჩვენ დღეს აქ ვიხილავთ და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა იუსტიციის სამინისტროს პირადად თქვენ ყველა თანამშრომელს ვინც ფაქტობრივად ფრონტის წინახაზე იცავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს სტრასბურგის სასამართლო საერთაშორისო სასამართლოები დღეს სწორედ ეს არის და ყველაფერს თავი დავანებოთ ის სამი საქმე რომელიც საქართველოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აქვს მოგებული ეს ნამდვილად ისტორიული თარიღები არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება
გამარჯვების ოკუპანტ ქვეყანაზე. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ძალიან დიდ მნიშვნელობას, რასაც თქვენი თითოეული თანამშრომელი, ვინც ჩართული ამ პროცესში, საქართველოს წინაშე ასრულებს და უბრალოდ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ამ ანგარიში ხდება ისეთი საქმეები, რომელზეც არის აღსრულების ნაწილი, ანუ ისეთი საქმეები, სადაც მათ შორის არც პროცედურული დარღვევა არ არის საქართველოს მიმართ დადგენილი, ამ ანგარიშებში არ ხდება. ეს საზოგადოებას მინდა ერთხელ აუხსნა, ამიტომ არის ის საქმეები, რომელშიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მშრალად აქვს საქართველოს მოგებული, რა თქმა უნდა, იქნება და მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ ამ საქმეების განხილვა. ეხლა რაც შეეხება ჩემ კითხვას, პირველ რიგში რაც მინდა ასევე საზოგადოების წინაშე თქვა, ძალიან შთამბეჭდავი იყო და მეც არ ვიცოდი რა თქვენგან გავიგე ის დინამიკა პოზიტიური, რაც ევროპული მასშტაბით საქართველოს აქვს დღეს, რომ ევროკავშირის 19 ქვეყანას უსწრებს და 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. უბრალოდ ჩემ საზოგადოებამ რომ შეადაროს 2009 წელს ბოლოდან პირველი ადგილი ეკავა საქართველოს და აი იმ წლებში 2009-2011 წლებში ყველაზე ეს თქვა ორეულში იყო და კონკურენტი იყო მხოლოდ რუსეთის ფედერაცია. შეიძლება ითქვას. და ამ ხრივ კიდევ რაც არის აღსანიშნავი, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვინც აგზავნიდა საქართველოსთან საქმეს სტრასბურგის სასამართლოში, ის სამგეგმირობაში ჩადიოდა. მარტო ზერეკიძის საქმე რომ მოვიყვანოთ ამ მიმართულებით, ესეც საკმარისი არის, იმიტომ რომ ნებისმიერი სტრასბურგში გაგზავნილი საქმე სინამდვილეში იყო ოჯახის ზეწოლის, შანტაჟის და ამ შემთხვევაში სიცოცხლის უფლების მოსპობის საშუალებაც იმდროინდელი რეჟიმის მხრიდან. ამიტომ ესეც აღსანიშნავი არის და ყველა იმ საქმის უკან გმირი ადამიანები და მოქალაქეები იდგნენ. ერთიც რაც მინდა ვთქვა, სოფლიოს ყველა ქვეყანა, ევროპის ყველა ქვეყანაში ყველაზე უბიექტურ და სამართლიან ინდიკატორად, თუნდაც სასამართლო სისტემის შეფასებით მიაჩნიათ სტატისტიკას სტრასბურგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ჩვენ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს როგორც ოფიციალური წყარო არ მესმის და კითხვას რაც შეეხება ასევე ეს მინდა ვთქვა, ცხადი ამ საქმეში ვერ მოხდება, თუმცა ეს 2026 წლის საქმეა უკვე, მაგრამ ფიქრობ სულ ეხლა ხანს იყო და ძალიან საინტერესო საქმე არის მილაძის საქართველოს წინააღმდეგ გულისხმობ ეს საქმე, სადაც ჩვენ ვიცით რომ ის ადამიანები სინამდვილეში ვინც იძულვილი ენის პოპულარიზაციას და ტირაჟირებას ახდენენ, ისინი პირველ რიგში მტრობენ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ცხადია შინაგანად ნებისმიერმა ადამიანმა თვითონ იცის სად მთავრდება სიტყვის თავისუფლება და სად იწყება უკვე სიძულვილის ენა, ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო იქნებოდა სწორედ აი ამ ჭრილში რამდენად პრეცედენტული იყო ეს გადაწყვეტილება ზოგადად, არა მხოლოდ საქართველოს მიმართებით, არამედ იგივე თქვა სოციალური ქსელების, როგორც საჯარო სივრცეთ მოხსენიების და ასე შემდეგ. აი ამაზე რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ პარლამენტის კომიტეტსაც და საზოგადოებასაც, იგივე ის საკანონმდებლო ბაზა რაც ამ მიმართულებით არის, როგორ იყო შეფასებული ამ გადაწყვეტილებით, ესეც საინტერესო იქნება და ბოლოს ახლა ქალბატონი სოფიო მაინც ჩემი კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი და კომიტეტის მიმართ იყო საყვედური, ვთქვათ, რომ რატომ მანამდე არ იყო გაგზავნილი ეს ანგარიში. მინდა გითხრათ ქალბატონო სოფიო, რომ აი მეც ხელთ მაქვს, ეს არის 1 აპრილის საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბატონი კახა ოქროჯანაშვილის ბარათი, რომელითაც თქვენი ფრაქციის თავმჯდომარის 1 აპრილს გაეგზავნა ეს ანგარიში და აქვე მას ეთხოვა, გთხოვთ განიხილოთ აღნიშნული ანგარიში და თქვენი წინადადებები და შენიშვნები გაუგზავნოთ საქართველოს პარლამენტის უფლებების დაცვის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს და ეს უნდა მოხდარიყო შესაბამისი ბიუროს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში და ეს განსაზღვრული ვადა 21 აპრილს გამოიწვია და მე მინდა გისაყვედუროთ თქვენ და თქვენ ფრაქციას 21 აპრილამდე რატომ არ მოგვაწოდეთ მაშინ, როდესაც უკვე თქვენ ფრაქციას ჰქონდა გაგზავნილი ეს მოხსენებითი ბარათი. გთხოვთ თქვენ ფრაქციაში დასვათ ეს კითხვა და არა ამ კომიტეტში. მადლობთ.
დიახ ბატონო ალბათ გთხოვთ ძალიან მოკლედ და მე ბატონ ბეკასაც ბატონო ბეკა, ნახეთ. მეორე საკითხიც გვაქვს ანსახილული. ბატონო ბეკა, ნახეთ, აქ დაისვა კითხვა, რომ თითქოს გაჭიანურებული, ანუ გადატვირთულობიდან გამომდინარე, საქმის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რო არ დარჩეს ესეთი აქმანო წარმოუდგენელი არის, მაგრამ როგორც არ უნდა ვიყო დღეს ამისთვის ვართ, რომ სხვათა შორის იმ საქმეებსაც ბატონო არჩილი და თქვენ დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად ის მაგრამ საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი კოლოსალური შრომა არის, იმიტომ რომ როდესაც ეხლა ჩემი კოლეგა, ჩემიდან ხელმარჯვნივ ესე აგდებულად საუბრობს თითქოს გაჭიანულ საქმეებზე, უბრალოდ ადამიანმა, რომელმაც 21 აპრილიდან ვერ წაიკითხა ნუ მაწყვეტინებ. მიიღე პასუხი მიიღე 21 აპრილიდან 21 გვერდი ვერ წაიკითხა და კონკრეტულმა მოსამართლემ საქმე კი არ უნდა წაიკითხოს. ფაქტობრივი გარემოებები კი არ უნდა დაადგინოს და კი არ უნდა შეკრიბოს და უნდა იმსჯელოს, ბედი უნდა გადაწყვიტოს. ეს ისე. ამიტომ ეს საზოგადოების გასაგონად უნდა ვთქვათ და ჩემიდან ხელმარჯვნივ კოლეგისთვის. ხო და ამიტომ ბატონო ბექა, ნახეთ საზოგადოებას რომ არ გაიცინოთ, არ ილაპარაკოთ და სიტყვას დაგვაცდით, კარგი. ისევ სწორაბაზე გავიცინებ კითხვა. ბატონო დავით, მოგიწოდებთ. ოფიციალურად მოგიწოდებთ ბატონო დავით. მოგიწოდებთ ბატონო დავით, რომ აღარასდროს აღარ გაიცინოთ კომიტეტის ხდომაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებ რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას. არ ვიცი ვიპოვე სადმე რამე იქნება მაგასთან დაკავშირებით. აკრძალულია კომიტეტის ხდომაზე სიცილი. საბჭოურად იღიმებოდა, დიახ. აი გამახსენდა ის. აკრძალულია ბატონო და მოგიწოდებთ, ნუ იცინეთ. ბატონო ბეკა, ნახეთ რა მინდა რომ და მით უმეტეს არ გაბედოთ და გადაიხარხაროთ. რა მინდა რომ უთხრათ საზოგადოებას ბუნებრივია ჩემი კოლეგის პასუხად ამას არა, იმიტომ რომ ეს არ არის ნამდვილად სერიოზული და მით უმეტეს არგუმენტირებული. ნახეთ, ქალბატონმა სოფომ თვითონ ახსენა, რომ მარტო სისხლის სამართლის საქმეები არ განხილება და ძალიან კარგია რომ ეს ახსენა, მაგრამ ნახეთ, ნახევარი სიმართლე არ უნდა უთხრათ. მისი პრობლემა რატო ნახევარი სიმართლე კი არა, ბოლომდე უნდა ვთქვათ და ამიტომ არ იძახიან. ნახეთ, ერთ წუთით რეგლამენტს არა იმას თქვენი პატივისცემა არ გაიშვა. ჯიბე შეინახე შენი პატივისცემა რა უკაცრავად რა. ბატონო ბექა, ნახეთ რუსთავიორის საქმე, რომელიც საქმეებიც იქნა განხილული. ქალბატონო სოფია. ქალბატონო სოფია. ბატონო ამაკადრე მე მომართავდი სამჯერ ეხა რას მეუნები. არ არის ადამიანო გაგიტარებთ ეხლა რა. აგერ არის ხელმარჯვნივ ცივი წყალი, შეგიძლიათ მიირთვათ. ბატონო ბექა. ქალბატონო სოფია, ბატონო ალო. ქალბატონო სოფია. ძალიან სამწუხარო, რასაც ახლა ხედავთ რა. რაზე მელაპარაკებით? მინახი ხართ არა, მინახავ ხართ. რაზე მელაპარაკებით ერთი რა? რაზე მელაპარაკებით? პიროვნულ სიტუაციაში მელაპარაკებით? თქვენ გეტყვით რა შეურაცხყოფა კაცო? რა დონეზე უნდა დაეცემას ვაცხადებ, ასე არ გამოვა რა. აბსურდში ხართ გადასული. ძალიან გთხოვთ რომ ვაცხადებ 5 წუთიან ტექნიკურ შესვენებას.
დიახ, და ბატონ ალდა გთხოვთ რომ მოკლედ, იმიტომ რომ ბატონ ბექას ბევრი კითხვები აქვს, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს. კი ბატონო, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიახ, რა თქმა უნდა, ამოდროულად. შეეცადეთ. ჩვენ საუბრობთ იმაზე, მაგალითად, განხილული საქმეებიდან ბატონო ბეკა ექნება აუხსნათ. მათ შორის კალბატონ სოფოსაც, რომელიც ბრძანებდა, ნუ ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ თურმე იმიტომ მივიღეთ ეს სტატისტიკა, რომ საქმეები დროულად ვერ მიდისო იქ, მაგრამ რაც მიდის, მაგალითად და თვითონ ახსენა და ძალიან კარგი არის, რომ მარტო სისხლის სამართლის საქმეზე არ ხდება მაგალითად მიმართვიანობა და იყო მაგალითად რუსთავიორის საქმე, რომელიც საზოგადოებამ და ფართო წრეებმა იციან, რუსთავიორის საქმით არის ცნობილი. თქვენ აი რომ განმარტოთ მიღებული გადაწყვეტილებები, ანუ რა საქმეც გაიგზავნა, ნახეთ, მე მგონი აქ ხო ვერ იქნება რაიმე წინააღმდეგობა გალბატონოსო, ნახეთ, გაგზავნილი საქმეზე რამდენიც გაიგზავნა, იმ გაგზავნილი საქმეებიდან რაზე გითხრათ სტრასბურგმა, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ გივარგათ, გააქვთ პრობლემები, აი ეს რომ რაც არ მოეწონა გალბატონ სოფოს, რომ თურმე ასე ვთქვათ წინ მიდის, აი ეს რომ ვთქვათ, ანუ კიდევ ერთხელ ვიძახი, ვინც რა უნდა თქვას, ერთი რამ არის, რომ ტყუილს, სიცრუეს და გნებავთ ღირსების შელახვას ვერ გავატარებთ როგორი ტონიც ვინმეს მოეწონება ეს, ან არ მოეწონება. ასე მოვდივარ ამდენი წელია და ასე გავაგრძელებ ათის ცხოვრებას. და ამიტომ მე ამის უფლება მაქვს, რომ ეს კითხვა დავსვა და თქვენ ექნება ეს განმარტოთ და თქვათ, რომ განხილულ საქმეებზე, ნახეთ, და აქ გამოვიჭერთ და არავის არ მიცემთ ტყუილის საშუალებას. და მათ შორის მეც თუ რაიმეს არა ფაქტებზე ვსაუბრობ, დამასრულებინეთ გალბატონო სოფო, თავი შეიკავეთ, ექნება ამაშიც თქვათ. რომ განხილული საქმეებიდან, ანუ რაც წავიდა, მაგალითად რუსთავიორის საქმეზე, რომელიც არასისხლის სამართლის საქმე არის, რა გითხრათ სტრასბურგის სასამართლომ და მათ შორის ის გახმაურებული საქმეები, რომლებიც ეგრეთ წოდებული საზოგადოებისთვის იმ პოლიტიკური ფიგურებმა, რომლებმაც გაასაჩივრეს ეს, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, აი ეს რომ უთხრათ და ამიტომ ის რომ არ დარჩეს ეს განცდა, მე მესმის რომ სრული ნონსენსი და აბსურდი არის, რომ იმიტომ ვერ მიდის საქმეები, რომ თურმე ანუ ასე ვთქვათ დროში არის ეს გაწელილი, უკვე გადაწყვეტილება მიღებული საქმეები, რაც გასაჩივრდათ, იქ რა გითხრათ სასამართლომ ეს რომ კაფიოთ უთხრათ საზოგადოებას, რომელმაც დარწმუნებული ვარ იცის და უთხრათ ჩემს ხელმარჯვნივ ვცდომ ჩემს კოლეგასაც, რომ გასაგებად, რომ ეს ტყუილის გავრცელების საშუალება არავის არ მივცეთ. მადლობა. გთხოვთ ბატონო ბექა. დიდი მადლობა. შევეცადე თავი ღიმილისგან. ბატონო ბექა გთხოვთ. შევეცადე ყველა კითხვა მომენიშნა და თუ რაიმე გამომჩა, უცილებლად შემახსენეთ და გიპასუხებთ. პირველ რიგში ქალბატონ სოფიოს შეკითხვით დავიწყებ. ბოლო პერიოდის ტენდენციები რო გითხრათ და მათ შორის რა შეიძლება იყოს ამ საჩივრების კლების ტენდენციის გამსაზღვრელი, შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ ბოლო 2 წელში, ბოლო 5 წელში სტაბილურად ეს ნიშნული, რასაც დღეს ინარჩუნებს, აი რომელზეც მე გესაუბრებოდით, რომ 29 ევროპულ სახელმწიფოს უსმენთ, აი ამ ნიშნულზე არის საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეების რაოდენობა, სადღაც 200 საჩივრის ფარგლებში მერყეობს, ანუ სტაბილურია, ეს არ არის რაღაც მხოლოდ წელს მიღწეული ნიშნული, არის სტაბილური. უშუალოდ აღსრულებასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება იყო, რომ თითქოს ცუდი ბატონო მუხლები, აი მაგას შინაარსობრივად ცალკე კითხვა იყო, მაგას დაგიბრუნდებით, უბრალოდ ის რომ ჯერ სტატისტიკა რო შევაჯამო, აღსრულების მიმართულებით იყო თითქოს არა სახარბიელოდ ხდება აღსრულება და ამ კუთხით არ გვაქვს კარგი სტატისტიკა, ანუ მე შემიძლია გითხრათ მაგალითად გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ აღსასრულებლად შევიდა 11 საქმე და აქ მიწერი ახლა რო არ გამორჩეს, იგივე რაოდენობის 11 საქმე შევიდა საფრანგეთის წინააღმდეგ, 16 საქმე შევიდა პორტუგალიის წინააღმდეგ, 21 საქმე ხორვატიის წინააღმდეგ, 25 სომხეთის წინააღმდეგ, 25 ბულგარეთის წინააღმდეგ, 25 სლოვაკეთის წინააღმდეგ, იტალიის წინააღმდეგ, 75 მოლდოვის წინააღმდეგ, 48 უკრაინის წინააღმდეგ, 159 ეს მხოლოდ გასულ წელს შესულები. ეხლა რაც
მიმდინარე აქვს აღსასრულებელი, რომელიც დიდ რაოდენობას შეიძლება მოგეთ ჩვენად. მაგალითისთვის საბერძნეთის წინააღმდეგ აღსასრულებელია 88 საქმე, პოლონეთის წინააღმდეგ 162 საქმე, ბულგარეთის წინააღმდეგ 163 საქმე, მოლდოვის წინააღმდეგ 177 საქმე, იტალიის წინააღმდეგ 318 საქმე, აზერბაიჯანის წინააღმდეგ 397 საქმე, უკრაინის წინააღმდეგ 904 საქმე. ეს შედარებისთვის, ანუ იმიტომ რომ ერთ ქვეყანაზე რო საუბრობ, შეიძლება არ აჩვენებდეს სრულ სურათს, ან სხვა ქვეყნებთან შედარება, ამიტომ ამ კუთხით არის ეს მაჩვენებელი სტაბილური, რა შეიძლება იწევდეს. ბატონო? აი ეს რიცხვები გავაჭრე, ახლა იწერება და ხო, ჩვენზე ახლა რამ გამოიწვია, ამას პასუხობთ. კი. ვასუხობთ ახლა. ეს იყო თქვენ მკითხეთ ბოლო წლების ტენდენცია და ტენდენცია ახლა სხვა ქვეყნებსაც თუ არ შევედარეთ. ანუ ნახეთ, წლების მიხედვით მოგაწოდეთ სტატისტიკა და პლუს სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომ ის სრულად ჩანდეს. რაც შეეხება ახლა რამ შეიძლება გამოიწვიოს. გადატვირთულობის თემა, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა, მათ შორის მაგიტომაც ხორციელდება ეს რეფორმა სასამართლო სისტემაში, რომ რაც შეიძლება მეტი მოსამართლე და კვალიფიციური მოსამართლე იყოს, რაც უფრო მეტი მოსამართლე იქნება სისტემაში, უფრო სწრაფად მოხდება საქმეების განხილვა, თუმცა ამ ნაწილში ვერ დაგეთანხმებით, რომ თითქოს რადგან სასამართლო ბოლომდე არის ხილავს, ის ვერ მიდის სტრასბურგში. სტრასბურგის სასამართლოში ადამიანს ნებისმიერ მომენტიდან სულ პირველი ინსტანციის ეტაპზე იყოს თუ გაუჩნდება განცდა, რომ საქმე გაეწელა, იმ მომენტიდან და ყოფილა ეგეთ საქმეები, ამიტომ ეს ვერ იქნება განსაზღვრელი და დობის მაჩვენებლად დამატებით შეიძლება ითქვას, რომ თუ ეს სტატისტიკა საკმარისი არ არის, მაგალითისთვის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობაზე იუსტიციის სამინისტრომ 2024 წელს ჩაატარა Ipsos France ესეთი ცნობილი კვლევითი ორგანო 2024 წელს. პირველი 2018 წელს ჩატარდა, შემდეგ 2024 წელს რომ მათ შორის ტენდენციები კარგად დაგვენახა. 2024 წლის მონაცემებით საზოგადოების ნდობა, ანუ აქ იგულისხმება სასამართლოს მომხმარებელი ადამიანი, რომელსაც საქმე ჰქონდა სასამართლოში და მათ შორის ადამიანი, რომელსაც არ ჰქონია და ტელევიზიით ისმენს უბრალოდ რა ხდება სასამართლო სისტემაში. მაჩვენებელი ნდობის იყო 61%. 61% შეიძლება ესე არ ჟღერდეს თუ არ შევადრით ევროკავშირს, ამიტომ ვადრით რომ უბრალოდ რადგან მიიჩნევა ევროკავშირი რაღაც ნიშნულად ევროკავშირში იგივე მაჩვენებელი, საშუალო მაჩვენებელი იყო 53%. ანუ ეს იყო Ipsos France-ის მიერ ჩატარებული კვლევა, ეს არ ყოფილა რაღაცა ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა და ინდექსები ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სამართლის უზენაესობის ინდექსით საქართველოს ამ მიმართულებით არის რეგიონშიც და ყველა კანდიდატ სახელმწიფო შორის მოწინავე ადგილებში. კი. რაც შეეხება შინაარსი იკითხეთ თქვენ რა ტიპის საქმეები შედის ბოლო პერიოდში, აი ანგარიშიდანაც ჩანდა, საკმაო რაოდენობის იყო ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საქმეები, რაც ნამდვილად არის გამოწვევა და ამ კუთხით საგამოძიებო სისტემა აქტიურად მუშაობს, მათ შორის პრევენციაზე, არა მხოლოდ გამოვლენაზე. დისკრიმინაციის საქმეები იყო, განსაკუთრებით ახლა ბოლო პერიოდში იყო ეს სექსუალური უმცირესობებთან დაკავშირებული საქმეები. სასამართლოსთან მიმართებით რაც იკითხეთ თქვენ, სასამართლოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში თუ რაიმე საქმე შედის, ძირითადად ეს შეიძლება უკავშირდებოდეს, აი მათ შორის შეიძლება ხანგრძლივობის ნაწილს, იმ ნაწილში, როდესაც ადამიანმა ჩათვალა, მაგრამ არც ერთი საქმე, რომელიც შესულა, არ ყოფილა უშუალოდ მოსამართლის ან დამოუკიდებლობაზე ან მიუკერძოებლობაზე, რომელიც ამ კუთხით რამეს წარმოაჩენდა. ახსულების ეროვნული ბიურო ახსენეთ თქვენ და ამაზეც უნდა გიპასუხოთ, რადგან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. თქვენ რადგან დაკვირვებით წაიკითხეთ, როგორც აღნიშნეთ ეს ანგარიში, იქ რო გეპოვათ საქმე, რომელიც ახსულების პრობლემას შეეხებოდა, ახსულების ეროვნული ბიუროს გამო გაწელილი საქმის ახსულებას აუცილებლად ახსენებდით, ვკითხავდით, ამიტომ ეს არის ჩემი პასუხი, რომ ეს რომ იყოს უფლების კონტექსტში პრობლემა, აუცილებლად ვიღაცა სტრასბურგში წაიღებდა და ეს პრობლემა დადგებოდა. რატომ არის, ახლა ამაზეც გიპასუხებთ. ახსულების ეროვნულ ბიუროს პრიორიტეტი არის საქმეები დაასრულოს მორიგებით. საქმეების მორიგებით დასრულების მაჩვენებელი არის 80%-ზე მეტი. ჩვენ ამაზე მუშაობთ, ან ჩვენი პრიორიტეტი ვერ იქნება, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ადამიანები გამოვასახლოთ და ეს ამ კუთხით აღვასრულოთ. ამიტომ შესაბამისად მუშაობთ ამ კუთხით, რომ მორიგებით, ისე რომ ორივე კრედიტორის და ასე ვთქვათ მოვალის ინტერესები იყოს თანაბრად დაცული, შესაბამისად ეს არის პროცესი და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვამბობ, სტრასბურგში რაიმე პრობლემა არ გამოვლენილა, რომელიც ახსრულების ეროვნულ ბიუროს უკავშირდება. თქვენ შემდეგ ახსენეთ რეპრესიული კანონები, ეს ცოტა პოლიტიკური შეფასება იყო, მაგრამ მე გიპასუხებთ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც დღეს მოხსენებას ვაკეთებ და რაც არის თქვათ სტრასბურგის სასამართლოსთან ჩვენი ურთიერთობის ფარგლები. ყველა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ახსენებთ, არც ერთ მათგანზე ჯერ რაიმე ხარვეზი სტრასბურგის სასამართლოს არ დაუდგენია.
უფრო მეტიც გეტყვით, რომ ნაწილი მათგანი ტელევიზიით კი ჟღერდება, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა, ან ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე არც მოსულა. თუ ესეთ მწვავედ დგას რაღაც საკითხი, ბუნებრივი არის, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ შეიტანოს საჩივარი ევროპულ სასამართლოში და ის უფრო დამოუკიდებლად ობიექტურად მიიღებს გადაწყვეტილებას. კანონებთან დაკავშირებით მხოლოდ ნაწილზე არის შესული, მიმდინარეობს საქმე, მაგრამ არც ერთ მათგანზე რაიმე ხარვეზით ამ დღის მდგომარეობით ევროპულ სასამართლოს დარღვევა არ დაუდგენია. შემიძლია გითხრათ, უბრალოდ ისტორიიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ესეთი რეზონანსული საქმე, რომელზეც თითქოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქვეყნის შიგნით თანხმდებოდა ხოლმე, რომ რაღაც პრობლემულია, ან რეპრესიულია, ან ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ასეთ საქმეზე ევროპულ სასამართლოში საქართველოს აქვს სუფთად მოგებული. ანუ ეს შეეხებოდა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს, ბატონმა ალუდამ მკითხა, ბარემ ვუპასუხებ რუსთავიორის საქმეს. რუსთავიორის საქმე არის ძალიან კარგი. ამ საქმეზე იყო ყველა თითქმის შეთანხმებული, რომ ხდება რაღაც პოლიტიკური ჩარევა, ზეწოლა სასამართლოზე, ევროპულმა სასამართლომ აბსოლუტურად ყველა ნაწილში სახელმწიფო გაამართლა და დარღვევა საერთოდ არ დაუდგენია. რაც შეეხება ბატონი არჩილის შეკითხვას, სისხლის სამართლის საქმეები რამდენად ხშირად შედის, შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის საქმეები ძირითადად რაც იყო ბოლო პერიოდში შესული ევროპული სასამართლოს წინააღმდეგ, ევროპული სასამართლოს წინაშე, აბსოლუტური უმრავლესობა იყო სწორედ ესეთი რეზონანსული საქმეები, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან იყო წაღებული, რომლებიც აპელირებდნენ თითქოს სისხლის სამართლის წარმოების დროს იყო მიკერძოებული მართსაჯულება. საუბარია დაწყებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილით, ეს იყო უგულავა საქმე, ეს იყო გვარამიას საქმე საერთოდ წარმოებაში არ მიიღო ევროპულმა სასამართლომ. კეზერაშვილი, ახალაია, ანუ ფაქტობრივად ყველა მაღალჩინოსანი, რომლის მიმართაც ეროვნულ დონეზე მართსაჯულება აღსრულდა, აბსოლუტურად ყველა წავიდა ევროპულ სასამართლოში, აბსოლუტურად ყველა საქმეში ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ რაიმე ნიშნის პოლიტიკური დევნის ელემენტებიც კი პირდაპირ შეფასებულია ამ საქმეებში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მოყვანილი იყო ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება, რომელსაც ეს პირები ეყრდნობოდნენ ევროპულმა სასამართლომ, როდესაც მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეაფასა ელჩებისაც და სხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირებისაც, მაშინ მოქმედი პოლიტიკური თანამდებობის პირებისაც, პირდაპირ არის განხილული მათ შორის ეს შეფასებები, ევროპულმა სასამართლომ აბსოლუტურად ყველა ამ საქმეში გაამართლა საქართველოს სახელმწიფო. უგულავა საქმეში თქვენ რაც თქვით, მათ შორის საინტერესო იყო, რომ დარღვევა დადგინდა მხოლოდ ერთ ნაწილში, რა ნაწილშიც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა განსხვავებული შეფასება გაკეთებული, 9 თვიანი პატიმრობის ნაწილში, რამდენად შეიძლება ერთი ბრალის თუ ბატონო ბეკა სხვა საქმეს გულისხმობ მე. 2024-ის გულისხმობ. კი, უგულავა საქმეში ან რაც შეაფასა, ან ერთ-ერთი რაზეც დაობდა უგულავა იყო, მათ შორის მოყვანილი იყო მოსამართლის გამწესების პროცედურა, რამდენად შესაბამისობაში იყო ევროპულ სტანდარტებთან. არა მხოლოდ ეს შეაფასა, ევროპულმა სასამართლომ შეაფასა მთლიანად ბოლო 2012 წლიდან მოყოლებული რეფორმები, აქ აღნიშნული ამ გადაწყვეტილებაში პირველ რიგში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დეპოლიტიზაციით დაწყებული, რომ მაშინ პოლიტიკოსები იყვნენ უმრავლესობაში და ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დღეს უმრავლესობა აქვთ მოსამართლე წევრებს. აქ მოყვანილი არის მოსამართლის უადოდ გამწესება, რომელიც არის მოსამართლის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის გარანტია. აქ საუბარი არის საქმეების ავტომატურად განაწილებაზე, რომელიც გამორიცხავს რაიმე სახის მიუკერძოებლობას. აქ საუბარი არის მოსამართლის დაწინაურების თუ სხვადასხვა სასამართლოებში გამწესების საკითხზე. და რა თქმა უნდა პირველ რიგში შეეხებოდა მოსამართლის გამწესების საკითხს, სადაც საუბარი იყო, რომ ერთი მხრივ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში როგორ ხდება მოსამართლების კანდიდატის გასაუბრება და მათ შორის პარლამენტში კონკრეტულად აი ამ კომიტეტის წინაშე როგორ ხდება გასაუბრება ყოფილი კანდიდატების, ყველა ეს პროცესი არის შეფასებული უგულავა საქმეში და არა მხოლოდ უგულავა საქმეში, მას შემდეგ რამდენიმე საქმე იყო და იქაც იგივე გაიმეორა ევროპულმა სასამართლომ. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწილში რაც ეროვნულ დონეზე ჟღერდებოდა ხოლმე ხარვეზები, რომ თითქოს მოსამართლების გამწესება თან დაკავშირებით არსებობს რაიმე ხარვეზი, ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე საქმეში მიმოიხილა ეს საკითხი და დაადგინა, რომ ამ კუთხით რაიმე პრობლემა არ არის და სრულ შესაბამისობაში იყო ეს ევროპულ სტანდარტებთან. ბატონ რატის კითხვა შეეხებოდა მილაძის საქმეს, რამდენად პრეცედენტული იყო და რა თქვა კონკრეტულად ამ საქმეში. ნამდვილად პრეცედენტული იყო იმ კუთხით, რომ ახლა საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, რომ ასე ვთქვათ, უხამსობა არ არის დასაშვები და ასე შემდეგ, თუმცა საინტერესო რატო იყო ეს საქმე.
კონკრეტულად ამ საქმეში საიას ჰქონდა მცდელობა, რომელიც წარმოადგენდა მომჩივანს, ჰქონდა ესეთი მცდელობა, ამას ამტკიცებდა ევროპული სასამართლოს წინაშე, რომ პირველი თუ ადამიანი არის თანამდებობის პირი, აქ საუბარია როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირზე, ისე ზოგადად საჯარო მოხელეზე, მან უნდა ითმინოს ყველაფერი, ან მათ შორის უხამსი გამონათქვამი ლანძღვა გინება, ეს მას უნდა ჰქონდეს ამდენი თმენის ვალდებულება, ერთი ამას ამტკიცებდა, მეორე ამტკიცებდა იმას, რომ თუ ამგვარი გამოხატვა ხდება ინტერნეტ სივრცეში, ინტერნეტ სივრცე კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს დაცული და ფაქტობრივად შეუზღუდავი ადამიანს უნდა შეეძლოს ინტერნეტ სივრცეში, რაც უნდა ის თქვა. ევროპულმა სასამართლომ აი ამ არამხოლოდ ამ ორ ნაწილზე გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, საქართველოს მთავრობის პოზიცია და აღნიშნა, რომ პირველ რიგში საჯარო მოხელე რომ დაიცვას ასეთი თავდასხმებიდან, ეს არამხოლოდ უფლება, არამედ გარკვეულწილად ვალდებულებაც არის სახელმწიფოსი, რადგან საჯარო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმიანობის მშვიდ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა და იმიტომ რომ ადამიანს რაღაც თანამდებობა უკავია, ეს არ ნიშნავს მან ლანძღვა გინება ვინმესგან უნდა ისმინოს, ეს ძალიან მკაფიოდ გაანმარტა ევროპულმა სასამართლომ. ასევე ძალიან მკაფიოდ გაანმარტა ევროპულმა სასამართლომ, რომ ინტერნეტ სივრცეში ლანძღვა გინება უტოლდება ფიზიკურ სივრცეში ლანძღვა გინებას, უფრო მეტიც, კიდევ უფრო მოწყვლადები არიან ადამიანები ამ სივრცეში, რადგან ინტერნეტ სივრცე იძლევა შესაძლებლობას ინფორმაცია, მათ შორის ესეთ შეურაცხყოფელი ინფორმაცია, ძალიან მცირე მონაკვეთში დროის გავრცელდეს ძალიან სწრაფად და მიწვდეს დიდ აუდიტორიას, მათ შორის საინტერესო არის რომ დაეთანხმა ჩვენს პოზიციას იმ კუთხით რომ აქ მკაცრი რეგულაციების დაწესება აუცილებელია მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხითაც, რადგან ინტერნეტზე წვდომა აქვს არასრულწლოვნებსაც და მთლიანად გაიზიარა ევროპულმა სასამართლომ რომ ბავშვებიც მოწყვლადები არიან, შესაბამისად რეგულირებული უნდა იყოს ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის ამგვარი ფორმა. საინტერესო არის რომ ევროპულმა სასამართლომ შეაფასა კანონმდებლობაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლები, მათ შორის რომელიც ახსასრულებლადაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლა სამმართველო შეიქმნა, ზუსტად ის მუხლები შეაფასა და იმ ნაწილში თქვა, რომ რაიმე პრობლემა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით იმ მუხლებს არ გააჩნია და შეაფასა სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა, სასამართლო პრაქტიკა, შიდა ეროვნული სასამართლო პრაქტიკა, აქ საუბარი არის უზენაესი სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოების 2014, 2019, 2020 წლების გადაწყვეტილებებზე, სადაც პირდაპირ იყო ნახსენები, რომ ამგვარი ფორმით მათ შორის ინტერნეტ სივრცეში გამოხატვა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვას და ის უნდა იყოს გაუტოლდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, რა ბატონ ზღვარზე გამოხატვის თავისუფლებასა და ზღვარი, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს სხვათა უფლებების დაცვასთან შორის. და ამ კუთხით მსჯელობა, სასამართლოს მსჯელობა, ეროვნული სასამართლოების მსჯელობასთან დაკავშირებით, რა თქვა სტრასბურგის სასამართლო. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ევროპული სასამართლოს და ჩვენი შიდა სასამართლოების მიდგომა არ ყოფილა, რომ კრიტიკა არის მიუღებელი, თუნდაც ინტერნეტ სივრცეში, აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ყველანაირი კრიტიკული გამონათქვამი არის დასაშვები, მათ შორის ისეთი კრიტიკული გამონათქვამიც, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის უსიამოვნო იყოს, აქ საუბარი არის, როდესაც ხდება პერსონალური თავდასხმა კონკრეტულ ადამიანზე, როცა ეს ემსახურება მიზანი არის შეურაცხყოფა, დამცირება, როცა ეს ხდება ლანძღვაგინების ფორმით და ევროპული სასამართლოს შეფასება იყო, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, როდესაც აი ამაზე იმსჯელეს, ბალანსი გამოხატვის თავისუფლებას და სხვათა უფლებებს შორის, ამ კონკრეტულად სხვა პირების პატივის ღირსების დაცვას შორის იყო ზედმიწევნითი სიზუსტით დაცული ქართული სასამართლოს მიერ, ანუ ეს არის პირდაპირ ფრაზა, რომელიც გამოყენებულია ამ გადაწყვეტილებაში. ბატონი ალუდას შეკითხვა იყო რუსთავი ორის საქმეზე და ასევე სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე, რა თქვა ევროპულმა სასამართლომ, რაღაც კუთხით მე ამას შევეხე, მაგრამ საბოლოოდ შევაჯამ გავიმეორებ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ამ საქმეში, აი ეს რუსთავი ორის საქმე იყო თუ მაღალჩინოსნების საქმე, გარდა იმისა, რომ კონკრეტული მუხლების დარღვევას ითხოვდნენ მომჩივნები, ისინი ასევე ითხოვდნენ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას. კონვენციის მე-18 მუხლი ეს არის სხვა ძირითად მუხლთან მიმართებით მუხლი, რომელიც ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ჰქონდა არა ის მიზანი, რის გამოც შეზღუდა, არამედ რაღაცა სხვა პოლიტიკური ან სხვა ქვემიზანი, რეალური მიზანი. ყველა ამ საქმეში ითხოვდნენ მომჩინები დადგენილი იყო, რომ მაღალჩინოსნების საქმეშიც, რუსთავი ორის საქმეშიც სახელმწიფოს და მთლიანად სისტემას, მართლმსაჯულების სისტემა იყო რაღაც პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და გადაწყვეტილებები მიიღო პოლიტიკური ჩარევის შედეგად და აბსოლუტურად ყველა ამ საქმეში გადაწყვიტა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას რაიმე მიკერძოებულობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა არ ქონია, მით უმეტეს პოლიტიკური ზეგავლენის რაიმე ნიშნები არ დაფიქსირებულა. ანუ ეს იყო ყველაზე რეზონანსული საქმეები, რატომ მნიშვნელოვანი, რომ თუ სადმე უნდა გამოვლენილიყო მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზი, ყველაზე მეტად გამოვლინდებოდა, რა თქმა უნდა, რეზონანსულ საქმეში. სადაც პოტენციურად შეიძლება ვიღაც რაღაცა პოლიტიკური ინტერესის ნიშანი დაენახა. აი ეს საქმეები, როდესაც შეაფასა და აქ მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს არის მთლიანად მართლმსაჯულების სისტემასთან
მისგან მიმართ მიღებული გადაწყვეტილება და კიდე ერთხელ ვამბობ, რაც ჩემს შესავალ სიტყვაშიც ვთქვით, ერთი გადაწყვეტილებაც არ არის. აი დღემდე რამდენი ხანია გასული, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ აი ამ საქმის განხილვის დროს მოსამართლე კონკრეტული ან სასამართლო სისტემა არ იყო დამოუკიდებელი. მან ვერ მიიღო დამოუკიდებლად გადაწყვეტილება. ან იყო რაღაცა პრობლემა ის სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომ არ ყოფილიყო რაღაც ჩარვა. ერთი საქმეც არ ყოფილა ესეთ საქმე რო ყოფილიყო, აუცილებლად მოხდებოდა სადღაც რომელიღაც ანგარიში და აუცილებლად იქნებოდა დღეს წარმოდგენილი. ეს არის მაგალითი იმისა, როცა ფაქტებზე საუბრობ და სტრასბურგის სასამართლო ფაქტებზე საუბრობს, ფაქტი მაინც ჯიუტია და დასტურდება, რომ ის პოლიტიკური ანგაჟირებიდან გამომდინარე შეფასებები, რომელიც ქვეყნის შიგნით კეთდება თუ ქვეყნის გარეთ კეთდება ხოლმე სხვადასხვა ანგარიშებით თუ განცხადებებით, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია და ტყუილი. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ აქმებზე არ უნდა კონდეს კონცენტრაცია, არამედ ფაქტებზე. როგორც არ უნდა ცდილობდეს მავანი, მათ შორის გარედანაც, რომ აქმების თეორია და აქმებზე გადაწყვეტილების მიღება დაამკვიდროს საზოგადოებაში. ჩვენ შემდეგი საკითხების გვაქვს ძალიან მოკლედ ქალბატონოსებო გთხოვთ. ძალიან მოკლედ. თუ შეიძლება დამიზუსტოთ, შეგიძლიათ დამიზუსტოთ და უბრალოდ მითხრათ, რომელი მუხლებია კონკრეტულად, აი ბოლო 2 წლის განმავლობაში, მე-8, მე-6, მე-10, მე-11 რა მუხლებით შედის ძირითადად აი ჩვენ წინააღმდეგ, ეს უბრალოდ მითხარით მუხლები მაინტერესებს და არ მინდა საბერძნეთთან შედარება. თქვენი მოსაზრება მითხარით, რა გავაკეთოთ ჩვენ კანონმდებლობმა იმისთვის, რომ აი ეს რაღაც პრობლემები რაც იქნება აღსრულებისას აღმოფხვრათ, როგორ დაგეხმაროთ ჩვენ კანონმდებლები თქვენ აღმასრულებლებს, რომ ეს პრობლემა არ იყოს და აი ამ ადამიანებს, ვინც იმ რეჟიმის დროს დაზარალდა, დღეს მაინც 14 წლის შემდეგ როგორღაც აღვუდგინოთ ის უფლება, რომელიც მათ შეულახეს. რაც შეეხება ცოტა რთული არ გახარიელები ვინმეს რამეში დაეხმარ, რომ თუმეტეს დაზრალებულებს. დიახ. კი. პოლიტიკური ნიშნის დისკრიმინაცია? წამყვანი არ გახლავართ. დიახ, მაგრამ დიახ. როგორ გაკადრებთ? ქალბატონოსებო, სანამ მე-40 დიახ, მიკერძოებული ვარ. კი, ვარ. როგორ გეკადრებთ? რა ვიცი, პოლიტიკურ კუთხეს წარმოადგენს ადამიანი, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობას როდესაც იკავებს ადამიანი, იგი არის მიკერძოებული. დიახ. ანბანი არის და სანამ მე-40 მუხლთან მივალთ, მანამდე კიდევ 39 მუხლი არის და მე-40-ის შემდეგ კიდევ 100-ით მუხლი არის და შეგიძლიათ რომ ისიც აიკითხოთ. ამავდროულად ის რაც წერია მე-40 მუხლში, ავალდებულებს კომიტეტის ხდომის თავმჯდომარეს, რომ მიუკერძოებლად ყველას თანაბრად მისცეს შესაძლებლობა თავისი პოზიცია დააფიქსიროს, რასაც დიახ უზრუნველყოფ კიდეც. მაგრამ ეს არანაირად არ უგზავნოს არავის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. მათ შორის მეც ამ კომიტეტის წევრი ვარ და მეც ამ სხდომაზე ვიმყოფები. და როგორც თქვენ გაქვთ უფლება, რომ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ, დამიჯერეთ, რომ მეც მაქვს ამის უფლება. რაც შეეხება დაზუსტებას. ბატონო ბეკა, გთხოვთ, რომ ამ შემთხვევაში გამონაკლისის სახით ხალბატონო სოფია მოგეცით შესაძლებლობა, რომ დაზუსტებით გესარგებლოთ, იმიტომ რომ კომიტეტის ხდომაზე დაზუსტებები არ არსებობს ასეთი პროცედურა. ბატონო, რაც შეეხება მუხლებს, მე შინაარსობრივად გითხარით და კონკრეტულად მუხლები თუ გაინტერესებთ, შეიძლება ეს იყოს მე-8, მე-11 მუხლები, რაც შედის ხოლმე, ასევე მე-14 მუხლი დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რაც ესე, თუმცა ის შემიძლია გითხრათ, რომ განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა ვსაუბრობდი მე-2, მე-3 მუხლს, ეხლა რო აი რაღაცა განსაკუთრებით მაღალი იყოს, რომელიღაც მუხლთან მიმართებით არ არის, ბუნებრივია მე-6 მუხლი ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი დავობს რაღაც მუხლზე, ის ავტომატურად, რადგან უკვე შიდა სასამართლო ამოწურა, ავტომატურად მე-6 მუხლსაც უთითებს ხოლმე, თუმცა ეს მითითების ნაწილში შეიძლება აღვნიშნოთ, მაგრამ დარღვევის ნაწილში ეს არ არის აბსოლუტურად ტენდენცია. დარღვევის ნაწილში რაც ახლა აღსასრულებელია, ის 3 ჯგუფი იყო, რომელზეც მე მოხსენებაში გესაუბრეთ. რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა? ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებიდან საკანონმდებლო ჩარევა რო ჭირდებოდეს, ესეთი საქმეები არ არის, თუ ესეთი საქმეები არის ხოლმე, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ კუთხით ყოველთვის თანამშრომლობთ პარლამენტთან და ჩვენი ინიციატივითაც შეიძლება შემოვიდეთ ამ პარლამენტს ვთხოვოთ ამ კუთხით დახმარება.
ეხმარება. დანარჩენი იმიტომ ამ მთელი პროცედურის მთელი ღირებულება ის არის, რომ თუ რაღაცა ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი მხრიდან იმის გარდა რაც უკვე ანგარიში გვიწერია, თითოეულ დეპუტატის იმედი გვაქვს, რომ თქვენ მიგვითითებთ და მოგვეხმარებით გადაწყვეტილების აღსრულებაში. კი ბატონო. და აქ როდესაც არის საუბარი ხოლმე კიდევ ბატონ ბეკამ მნიშვნელოვანია რომ ამასაც ხაზი გაესვას რომ როდესაც გადაწყვეტილებების აღსრულებაზეა საუბარი და მათ შორის წამების იქნება არა ადამიანური მოპყრობის სადაც დადგენილი არის ფაქტები აქ სახელმწიფოსაც შესაბამისი კომპენსაციების გადახდის ვალდებულება სადაც არსებობდა ყველგან 100% შემთხვევაში გადახდილია ასეთი კომპენსაცია მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისათვის რომ ადამიანი თავისუფლებაში აღდგეს მაგრამ ჩვენ ასევე საუბრობთ ახლა 2026 წელია და მათ შორის 20 წლის წინანდელ საქმეებსაც 21 წლის წინანდელ საქმეებსაც რომელთა მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს და თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ რომ მთელ რიგ შემთხვევებში რომ მაგალითად არ არის საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება აღსრულებული მაგალითად რა ვიცი ვინ შეიძლება გავიხსენოთ მაგალითად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები რომლებიც ახლა სხვა ქვეყანაში იკავებენ უმაღლეს თანამდებობას რომელიც იმ სისტემის შემადგენელი ნაწილები იყვნენ მათ შორის არიან ისეთი ადამიანები რომლებიც არიან მიმალვაში და აღუსრულებელი არის ამ კუთხითაც გადაწყვეტილებები და ვერ შეიძლება ჩაითვალოს რომ საქმე დახურული არის მათ შორის სულ ბოლო ხანს მიღებული იქნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით, რომ მან ვერ უზრუნველყო დროულად და ეფექტიანად გამოეძიებინა 2019 წელს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. და ეს ვალდებულებაც აღებული იყო ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან და ასობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ კონკრეტული პირი, რომელიც ახლა გერმანიაში არის მიმალვაში პასუხისგებაში იქნა მიცემული, რომელიც კონკრეტული პარტიის გახარიას, პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია გახლავთ. ესეც აღუსრულებელი საქმე არის. კი, აღუსრულებელი საქმე, იმიტომ რომ კონკრეტული დანაშაულში ბრალდებული პირი, დავიცვათ პრეზუმფცია უდანაშაულობისა, მიუხედავად იმისა, რაც შეიძლება ვფიქრობდეთ ჩვენ, ეს ადამიანის მიმალვაში არის. ამიტომ არის ბევრი საქმეები, რომლებიც შეიძლება იყოს აღსასრულებელი და დიახ, მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულება უმაღლესი სტანდარტით გამოძიებული იქნას, მაგრამ სამწუხარო წლების განმავლობაში ბევრი მტკიცებულების განადგურება, ბევრი ადამიანის გაქცევა მოხდა ამ ქვეყნიდან, რომელსაც დიახ, ჩვენ თანამშრომლობთ და მათ შორის იუსტიციის სამინისტროც, რომ ეს ადამიანები გადმოცემული იქნენ და წარდგენ საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. თუ არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა და არ არის ხედავ საკითხები გთხოვთ გადავიდეთ მეორე საკითხზე ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციების კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ. კი ბატონო, პირველ რიგში, როდესაც გაეროს კომიტეტების საქმეების აღსრულებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ყურადღება უნდა გამახვილდეს მთავარი განმასხვავებელი რაც არის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისგან, გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებები სამართლებრივად არ არის შესასრულებლად სავალდებულო, თუმცა უნდა ითქვას, რომ 2016 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ეს გადაწყვეტილებებიც დაივალდებულა, ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენი ხელისუფლების, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით ეს გადაწყვეტილებები არ არის სავალდებულო, საქართველოში ამას ექნება სავალდებულო ხასიათი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივად ის იქნება იძულებით წესით აღსრულებადი, ისევე როგორც ეს ხდება ევროპული სასამართლოს შემთხვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში ბუნებრივია რაოდენობა საქმეების არის ბევრად მცირე ევროპულ სასამართლოსთან შედარებით. დღეისთვის თქვენ წინაშე წარმოდგენილია ორი მიმდინარე საქმე არის მხოლოდ აღსასრულებელი. ერთი ეს შეეხება ჯჩ და ჯე საქართველოს წინააღმდეგ ეს არის წამების კომიტეტის საქმე, რომელიც შეეხებოდა 2010 წელს მომხდარ ფაქტს. მამაშვილი 2010 წელს დააკავეს და მაშინ ისინი დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას, უფრო მეტიც ერთ-ერთი მათგანი იყო
ინსულინზე დამოკიდებული და არ მიეცა შესაძლებლობა რომ დროულად მიიღო, რის გამოც მას მხედველობა გაუარესდა კიდევაც. ეს საქმე არის ერთ-ერთი ახლა ახსასრულებელი და ესეც იმ კატეგორიის საქმეებშია, რომელიც იმის გამო რომ საწყის ეტაპზე გამოძიება არ ჩატარდა და წლების შემდეგ გახდა აუცილებელი ამ გამოძიების გახსნა, ეხლა ზრუნავს საგამოძიებო ორგანო რომ მთელი რიგი ხარვეზები გამოასწროს და ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე, თუმცა რაც შეეხება კომპენსაციას, როგორც გითხარით, ჩვენ შევქმნით საქართველოს პარლამენტმა შექმნა ეს მექანიზმი, რომ ეროვნულ დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციას პირდაპირ კომიტეტი არ ანიჭებს, ეროვნულ დონეზე მიიღოთ მათ კომპენსაცია და ორივე მათგანს მიღებული აქვს, ერთს 12,000 ლარის და მეორეს 20,000 ლარის ოდენობით კომპენსაცია. ზოგად ღონისძიებებზე აღარ შევაჩერებ ბევრ თქვენ ყურადღებას, რადგან უკვე ვისაუბრეთ, რომ წამების აღმოფხვის კუთხით, როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს მიმართულებით ერთხმად არის აღიარებული, რომ როგორც პენტენციურ სისტემაში, ისე მის მიღმა საქართველოში ეს პრობლემა არის აღმოფხვრილი. უბრალოდ აქ დამატებით ვიტყვით, რადგან მკურნალობის ნაწილსაც შეეხებოდა, პენტენციურ სისტემაში მკურნალობა იყო სერიოზული გამოწვევა საქართველოში, განსაკუთრებით ეს შეეხებოდა C-ჰეპატიტის და ტუბერკულოზის მკურნალობას. ეს იმდენად დიდი პრობლემა იყო, რომ პატიმრები ამ დაავადებებით იხოცებოდნენ ციხეში, თუმცა 2014 წლიდან მთლიანად მოგვარებულია ეს საქმე. ევროპულ სასამართლოში ღავთაძე და პოღოსიანის ჯგუფი დაიხურა 2014 წელს, აღსრულდა ეს საქმე და მას შემდეგ პენტენციურ ჯანდაცვასთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის წელს გამოქვეყნებული ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში წერია, რომ პენტენციურ სისტემაში ეს ჯანდაცვის მიმართულება არის ძალიან მაღალ დონეზე. რაც შეეხება მეორე საქმეს, ეს არის ბავშვების უფლებათა კომიტეტის წინაშე არსებული საქმე, რომელიც შეეხება ნინო წმინდის პანსიონის საქმე, ეგრეთ წოდებული. აქ მთავარი გამოწვევა იყო გარკვეულ პერიოდში სახელმწიფოს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ზედამხედველობა განეხორციელებინა პანსიონში არსებული ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც გაეროს კომიტეტმა დაადგინა შესაბამისი დარღვევა, თუმცა დღეის გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად სრული მონიტორინგი ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან ამ პანსიონზე, ამ ბავშვებიდან ვის მიმართაც დარღვევა დადგინდა, მხოლოდ 3 ბავშვი რჩება პანსიონში და ისინიც, რომელმაც საკუთარი სურვილი გამოხატეს, რომ აუცილებლად იქ უნდა დარჩენილიყვნენ, ყველა მათგანი გადანაწილებულია სხვა ზრუნვის დაწესებულებებში და მათ მიმართაც თითოეული მოსარჩელისთვის კომპენსაცია არის 30,000 ლარის ოდენობით დადგენილი. ზოგადი ღონისძიებების სახით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის უფლების დაცვა ნამდვილად არის საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი. ჯერ კიდევ 2019 წლიდან მოქმედებს უკვე ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ძალიან დეტალურად არეგულირებს ამ საკითხებს, უფრო პრაქტიკაში აღსრულების კუთხით ეროვნული სტრატეგია, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2022-2030 წლებს ფარავს, ეხება დეტალურად ამ საკითხებს და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც. შესაბამისად, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პოლიტიკის დოკუმენტებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა არის სათანადო დონეზე უზრუნველყოფილი და ზოგადი სურათიც რო გითხრათ შეჯამების სახით, სულ საქართველოსთან მიმართებით დარღვევა 15 საქმეზე არის გადაწყვეტილება გამოტანილი, აქედან დარღვევა დადგინდა 7 საქმეზე და ამ 7 საქმედან ახსასრულებელი არის მხოლოდ ეს 2 საქმე, რომელიც ახლა წარმოგიდგინეთ. მადლობა, კითხვები. დიახ. თქვენ ალბათ გახსოვთ ხომ ევროპის წამების აკრძალვის კომიტეტის ბოლო ანგარიშიც? დიახ. წამებაზე რა ხარ თქვით, ამიტომ თქვენი აზრის მაინტერესებს. იქ მოხსნა ასეთი პირდაპირ ფრაზა იყო ესეთი, რომ საქართველოსთან განცხადებება პირდაპირ წალეკა კომიტეტიო. ეს ამ ანგარიშზეც შეგიძლიათ მითხრათ, აი თქვენ მე როგორც ვიცი, შუალედური იყო და თქვენ რაღაც კომუნიკაცია გაქვთ, უნდა თქვენი მოსაზრებები უნდა მიეწოდოთ და თუ რახან წამება ახსენეთ, იქნებ ეგეც გითხრათ. დიახ, ამ ანგარიში რა წერია, უფრო სრული სურათი რო ქონდეს საზოგადოებას, ძალიან დეტალურად წერია ამ ანგარიში, რომ პენტენციურ სისტემაში, არა, გეტყვით, პენტენციურ სისტემაში ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა და ნული საქმე არის აბსოლუტურად. რაც შეეხება იზოლატორებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორებს, იმადეც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ უმაღლეს დონეზე იყო უზრუნველყოფილი, ერთადერთი ეს შენიშვნა შეეხება კონკრეტულ ფაქტს, რომელიც შეეხებოდა აი ამ 2024-2025 წლის უпростоრ 2024 წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ხდებოდა სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირ დაზიანება არაერთი მათგანის სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმა, როდესაც ხდებოდა მათი დაკავება, საუბარი არის, რომ
აი ამ პერიოდში საჭირო არის ამ საკითხების გამოკვლევა და წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაში რომ წარეწეროს, ამაზე იცით რომ გამოძიება რა თუ მიმდინარეობს, პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული უკვე ეს პროკურატურის მხრიდან გაჟღერდა. თუ ვინმეს ექნება რაიმე შენიშვნა გამოძიების მიმდინარეობის ან ეფექტიანობასთან დაკავშირებით ან მის შედეგებთან დაკავშირებით, ევროპულ სასამართლოს შეუძლია მიმართოს. დღემდე არც ერთი საჩივარი აი ამ საქმეებთან დაკავშირებით ევროპულ სასამართლოში შესული არ არის. მადლობა. სხვა კითხვები თუ არის? დიახ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო ბექა, რა თქმა უნდა, გაეროს კომიტეტებთან თანამშრომლობა არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში, როგორც სტრასბურგის სასამართლოსთან და ეს ნაწილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი არის. ყოველთვის მახსენდება ხომ დაცვა სუბიექტური ვარ იმ კომიტეტზე, რომელსაც როგორც ფაკულტატურ როქს კონვენციისას ბოლოს შეუერთით, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმი. ამ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით გახდა შესაძლებელი, რომ უკვე კომიტეტზე მიმართიანობა ყოფილიყო, ამას ვინც არის ის ვქართ გვისმენს მათთვის განმარტა, ამიტომ ახსენებ ფაკულტატურ ოქს, ამ მექანიზმის გარეშე კომიტეტს მიმართიანობის უფლება არ აქვს. ეროვნული მექანიზმი არ არსებობს ხოლმე, ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 2009 წლიდან მისი ადვოკატირებით, როდესაც შიშინო პირთა უფლება დამცველად ვიყავი, მაშინ მუშაობდით ამ თემაზე და საბოლოო ჯამში უკვე ჩემი ინიციატივით მოხდა საქართველოს პარლამენტში მისი პროცედურების დაწყებაც და დასრულებაც. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, რაც მინდა გკითხოთ, ამ ხნის განმავლობაში, რაც ის მივიღე, ჩვენ ეს იყო 2021 წელი. ხომ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტისთვის მიემართა საქართველოსთან გაგზავნილი იყო საქმე ეს მაინტერესებს და თუ მიემართა, მაშინ რა ვითარება და რა საქმეა. ეს კონკრეტულად ამ ანგარიშის ნაწილი შეიძლება არ იყოს, მაგრამ საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. კი, ერთი ასეთი საქმე იყო, რომელიც განიხილებოდა, თუ არ ვწდები ეს უბრალოდ განიხილებოდა ბავშვის უფლებათა კომიტეტში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, თუმცა ის ხარვეზი, რომელიც შეეხებოდა, საუბარი იყო ბავშვისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა, მაგრამ სანამ კომიტეტი გადაწყვეტილებას გამოიტანდა, უკვე ეროვნულ დონეზე ამ ბავშვს მიენიჭა დაზარალებული სტატუსით, შესაბამის პასუხისგებაც დადგა და შესაბამისად კომიტეტმა უკვე ჩათვალა, რომ ეროვნულ დონეზე საკითხი აღმოიფხვრა, ამიტომ დარღვევა ამ ნაწილში აღარ დადგენილა, რადგან ეროვნულ დონეზე უკვე საკითხი მოგვარდა. მადლობა. თუ ეკითხები არ არის, ამით ამოწურული არის საკითხების განხილვა და შესაბამისად, შეგვიძლია დავასრულოთ ერთობლივი კომიტეტის სხდომაც. მადლობა, ბატონო. ედავთ. მადლობთ. ამიტომ არის კიდევ ერთხელ საჭირო, რომ ორი თავმჯდომარე უძღვებოდეს გაერთიანებული კომიტეტის სხდომას. დიახ. ბატონ რატი მაშინ რომელიც სავალდებულა თქვენ დააყენეთ შენ და მე და თუ ჩვენ. ბატონ ჩვენ კომიტეტს უკვე მომზადებული გვაქვს შესაბამისი დასკვნაც, რომელიც შესაბამისად გაგაზავნილი იქნება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად და დავაყენოთ კენჭის კლასზე აღნიშნული საკითხი, ვინ არის მომხრე, გთხოვთ რომ ხელისაწვდით დავაფიქსიროთ კომიტეტის წევრთაგან. მადლობა. ვინ არის წინააღმდეგი? წინააღმდეგიც არ გახლავთ. მადლობა. კეთილი. კენჭის კლასზე ვაყენებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ 2025 წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების განჩინებების ასრულების შესახებ, ვინ არის თანახმა, რომ დადებითი დასკვნა იყოს კომიტეტიდან წარდგენილი ბიუროსათვის. მადლობა. და ასევე კენჭის კლასზე ვაყენებ 2025 წლის ანგარიშს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების ასრულების შესახებ და ვინ არის ასევე თანახმა, რომ დადებითი დასკვნა გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. მადლობა. წინააღმდეგი ხომ არ არის ვინმე, წინააღმდეგი ხმაც არ დაფიქსირებულა. მადლობას გიხდით, ამითი გაერთიანებული კომიტეტების სხდომა დასრულებულია. ჩემი კომიტეტების წევრებს ვთქვათ 3 საათზე გვექნება ჩვენ ასევე. დიახ. შესაბამისად ჩვენი კომიტეტის სხდომაც დასრულებული არის, ჩვენი კომიტეტის სხდომა გაგრძელდება 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება და შემდეგ დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის.